ჩემი მეგობრების სია ჯერ კიდევ არ ამოწურულა. დღეს მინდა გაგაცნოთ ძალიან საინტერესო პიროვნება დავით კობერიძე, ჩემი უხსოვარი დროის მეგობარი, ახლა ის გავიხსენო რამდენი წელია დაათოს ვიცნობ ალბათ. დაახლოებით 50 უკვე იქნება. ცოტა ხანში მე მგონი. და ამ წლების განმავლობაში, რა ვიცი, ჩვენ იმდენი რამ გადაგხვდენია თავს, რომ ის ცალკე რამდენიმე გადაცემის გაკეთების საშუალებას მომცემდა, მაგრამ დღეს გვექნება ძალიან საინტერესო თემაზე საუბარი. ეს არ იქნება თემა, რომელიც ზოგადად ჩემს არხზე არის ხოლმე, მაგრამ ეს არის ძალიან საჭიროებო თემა იმ სამყაროს შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ თulis რომ ჩვენ მისი ნაწილი ვართ. დავით კობერიძე გახლავთ აღმოსავლეთ მცოდნე, კერძოდ არაბისტი, მას წლები აქვს ნამუშევარი და გატარებული ძალიან ეგზოტიკურ არაბულ ქვეყნებში და ერთ-ერთი დიქტატორის ქვეყანაშიც, რამდენადაც მე მახსოვს. და დღეს ჩვენი საუბარი შეეხება სწორედ ამ სამყაროს, რომელსაც ეძახიან არაბულ სამყაროს, რომელიც აერთიანებს 22 ქვეყანას, ეს არის ჩრდილოეთ აფრიკიდან ერაყამდე გადაჭიმული ისლამური სამყარო, რომელიც ძალიან განსხვავებულია, ძალიან თავისებურია და რომელსაც ძალიან მჭიდრო კავშირები ჰქონდა სამწუხაროდ საქართველოსთან საუკუნეების განმავლობაში. დავით, გამარჯობა და დავიწყოთ იქედან თუ რას წარმოადგენს, რასაც ჩვენ და ზოგადად რასაც უწოდებენ ახლო აღმოსავლეთს, ან უფრო ფართოდ რო ავიღოთ არაბულ სამყაროს. იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად არაბეთზე, თუმცა სხვა ქვეყნებსაც გადავწოდებით, რა თქმა უნდა. გაუმარჯოს, მივესალმოთ ჩვენს მაყურებელს, მსმენელს. თუმცა ეს სიტყვა მისალმება ძალიან არ მიყვარს, მაგრამ ხანდახან წამომცდება ხოლმე. გამარჯობა უთხრათ ჩვენს მაყურებელს, ამიტომ. თუ რატომ არ მიყვარს მისალმება, რა ვიცი, მე შეგვიძლია ამაზეც ვისაუბროთ. მივხვდი, მაგრამ ვისაუბროთ აუცილებლად. ხო. მეც მაქსიმალურად ვცდილობ, რომ სალამი არ თქვა და გამარჯობა თქვა. ძალიან ესეთი თავისებური სიტყვაა. ეხლა მოდი ვთქვათ ესეთი რაღაცა ის შესავალის სახით, რომ ახლო აღმოსავლეთი და ჯერთი რა არის ახლო აღმოსავლეთი და რატო ახლო და თუ არის ახლო, მაშინ უნდა იყოს შორეულიც, ხო? და არის ეს, არის ახლო აღმოსავლეთი, არის შორეული აღმოსავლეთი. რატო აღმოსავლეთი? გეოგრაფიასთან ამას მაინც და მაინც რო გითხრა ახლო აღმოსავლეთს და ზოგადად აღმოსავლეთს, მაინც დიდი კავშირი არ აქვს და ეხლა გეტყვი რატო. აი თქვათ რომელიმე ეს ევროპელების შექმნეული სახელია ახლო აღმოსავლეთისთვის. შორეული აღმოსავლეთი რატოა? იაპონია და კორეა გასაგებია, ძალიან აღმოსავლეთია და ძალიან შორია. მაგრამ იგივე პალესტინა და იგივე თქვათ საუდის არაბეთი რატოა აღმოსავლეთი თანაც ახლო გერმანელი ორიენტალისტისთვის, აღმოსავლეთ ცოდნესთვის, ან უნგრელისთვის, ან პოლონელისთვის, თუ გინდა ბელგიელისთვის, აი ამაშია საქმე. მოკლედ ისინი მთელ აი ამ რეგიონს უწოდებდნენ და უწოდებენ აღმოსავლეთს. ეს ძალიან დიდი რეგიონია და ზოგადად ეს მოიცავს, თქვათ, მაროკოც კი აღმოსავლეთია მათთვის, თუმცა სამხრეთ-დასავლეთია საერთოდ, მაგრამ აღმოსავლეთია. რატოა ეს ახლა აღმოსავლეთი? გამომდინარე ამ ქვეყნების წარსულიდან, რელიგიიდან, ტრადიციებიდან და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის დაახლოებით აი ერთი ტიპის რეგიონი, თუმცა განსხვავება ამ ქვეყნებს შორის დღეს იმდენად დიდია, თუნდაც ენის თვალსაზრისით, რომ როდესაც ორი ტუნისელი ლაპარაკობს თავის დიალექტზე, იქ სირიელს არაფერი არ ესაქმება, იმიტომ რომ ვერც ვერ გაიგებს. გამორიცხული. ვერც ლიბიელისას ვერ გაიგებს და ვერც მაროკოელის. და პირიქით. მაგრამ თავისებურება ამ დიდი რეგიონის არაბული სამყაროსი არის ის, რომ მათ გააჩნიათ ერთი სალიტერატურო ენა.
ისინი ამენას ყურანის ენას უწოდებენ, სადღაც სიმართლესთან ახლოს არის, სადღაც ცოტა შორს არის ეს, მაგრამ სალიტერატურო ენა არსებობს დღევანდელ არაბულ სამყაროში და ამ ენაზე იწერება წიგნები, გამოდის გაზეთები, ჟურნალები, მეტნაკლებად ტელევიზია, კინო ამ ენაზე მეტყველებს და ასე შემდეგ. ეს არის ოფიციალური. ანუ ტუნისელის ტუნისურ გაზეთს სირიელი წაიკითხავს. თავისუფლად. სირიელი კი არა, მეც წავიკითხავ პრობლემის გარშემო. ჩვენ გვასწავლიდნენ უნივერსიტეტში, ჩვენ ვსწავლობდით 5 წლის განმავლობაში არაბულ ენას სხვა საგნებთან ერთად და გვასწავლიდნენ აი ამ სალიტერატურო ენას, რომელსაც არაბულ ენაზე ფუსხა ეწოდება. თუმცა არის მეორე აი ეგ ეწოდებული სახალხო ენა, რომლის გაგებაც და სწავლაც აქ თბილისში, ან თუ გნებავთ იმაში, ნიუ-იორკში ან ბრიუსელში, პრაქტიკულად შეუძლებელია საუნივერსიტეტო კურსის განმავლობაში. ჯერ უნდა ისწავლოს ადამიანმა კლასიკური არაბული ენა, მერე ჩავიდეს იქ რომელიმე ქვეყანაში და იქ აითვისოს ადგილობრივი სალაპარაკო ენა. დიალექტზე ლაპარაკი არ არის და ძალიან ნაკლები აზრიც აქვს, რამდენი ქვეყანაც არის ფიქრობს ვინმე რომ იმდენი დიალექტია. თითო ქვეყანაში თქვა საუდის არაბეთში იმდენი დიალექტია ერთ ქვეყანაში. რომ ხშირად ერთმანეთის კი ესმით, მაგრამ ძალიან დიდი განსხვავებებია. ამ სამყაროს აღმოსავლეთს, ახლო აღმოსავლეთს, კერძოდ არაბულ სამყაროს აქვს ერთი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურება. დღეს ახლა ჩვენთან და არა მარტო ჩვენთან ძალიან ბევრგან ახლა მთელ მსოფლიოში როდესაც სიტუაცია დაიძაბება ხოლმე ახლო აღმოსავლეთში და იქ დაიძაბება კი მუდმივი დაძაბული სიტუაციაა და მინდა ჩვენო მაყურებელმა იცოდეს რომ ეს მუდმივად ასე იქნება ძალიან ბევრი მიზეზის გამო მაგრამ აი როდესაც განსაკუთრებით გამძაფრდება ხოლმე სიტუაცია 10-დან 9 ექსპერტი უცებ გადაიქცევა ხოლმე ძალიან სერიოზულ მეცნიერად არაბისტიკაში და აღმოსავლეთმცოდნეობაში, ორიენტალისტიკაში და პირდაპირ თავსდებენ რომ პროცესები ესმით და ეს ამ დროს ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ უმეტეს მათგანს წარმოდგენა არ აქვს რა ხდება. ეს ძალიან მარტივი გასაგებია, იმიტომ რომ პროცესები რომ იცოდე და გაიგო ახლო აღმოსავლეთში ძალიან ბევრ რაღაცაზე უნდა გქონდეს წვდომა. პირველ რიგში ეს არის იმდენად სპეციფიური რეგიონი, რომ აქ მათი რელიგიის ცოდნის გარეშე საერთოდ არ გესაქმება იქაური პოლიტიკის ლაბირინთებში და მით უმეტეს რაღაც პერსპექტივების განჭრეტაში და ასე შემდეგ. მოკლედ ისლამი თუ არ იცი მეტნაკლებად კარგად დამთავრებულია ყველაფერი და იქ საერთოდ ვერ გაიგებ ვინ ვის რატო ებრძვის, ვინ ვის რატო უპირისპირდება და ასე შემდეგ. მაგალითად აი პრაქტიკულად მთელი არაბული სუნიტური სამყარო თulis რომ მათთვის ირანი მუსლიმები არიან, ხო? ირანელები. ირანი უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს ვიდრე ისრაელი. აი ეს ნამდვილად ასე თვლიან და ამას ღიად დეკლარირებენ და ასე შემდეგ. ეს იმიტომ რომ შიიზმის გამო, ხო? დიახ, შიიზმის გამო და ხო რა განსხვავება, აი მე ძალიან ბევრი მეკითხება ხოლმე რა განსხვავება, ორი სიტყვითაც შეიძლება ამის თქვა, მაგრამ ხო ეს აუცილებელი კითხვაა, იმიტომ რომ ხო ისეთი საფუძველი უდევს, ისეთი დაპირისპირებებია, ისეთი განსხვავებები, ისინი ერთმანეთს მუსლიმებად არ თვლიან საერთოდ არ ისინი ამათ ესენი იმათ. ო, ერთმანეთს არ თვლიან სუნიტები, შიიტებს არ თვლიან მუსლიმებად და შიიტები სუნიტებს. და აქ ძალიან ბევრი გაკვირვებული სახე მინახავს ხოლმე არაბების და არა მხოლოდ არაბების, რომ თბილისის მეჩეთში ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან რომ მდებარეობს, იქ ეს არის ერთობლივი მეჩეთი სუნიტების და შიიტების. ეს უნიკალური რამეა. ეს მხოლოდ თბილისში შეიძლება მომხდარიყო ასეთი რამე. ხოლო თბილისში. დავით, ეს ტრადიციულად ასე იყო თუ ახლა გახდა? ტრადიციულად ახლა მთლად ადრე რაღაც მომენტში გადაიქცა, როცა ხო, ნამდვილად ესე იყო, თორემ ამას იმდენად დიდი წინააღმდეგობები უდევს საფუძვლად, რომ ყოველთვის ესე ვერ იქნებოდა, ხო. გამორიცხულია, იმიტომ რომ ესენი ერთმანეთს ხოცავდნენ და ჟუჟავდნენ, სუნიტები და შიიტები. თავიდანვე. ეხლა როდის მოხდა ეგ თავიდანვე? ხო, ხო, გააგრძელე, ხო. ეს აი ისლამის ჩამოყალიბების აი პრაქტიკულად თუ გარიჟრაჟზე თუ არა, აი მეოთხე მართლმორწმუნე ეგრეთ წოდებული ხალიფას მოღვაწეობის ბოლო პერიოდიდან დაიწყო ეს დაყოფა
შიიტები და სუნიტები ესე განცალკევდნენ ერთმანეთსგან და დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მაგრამ ეს ძალიან ღრმა ფესვებს ატარებს და ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებები, აი ფუნდამენტური განსხვავებებია მათ შორის. ახლა შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რა განსხვავება ახლა მუსლიმი მეჩეთში ისიც დადის, ესეც დადის. წიგნი ერთი აქვთ, რაც სიმართლეა 99 და 9/10% ყურანია. ხო. ახლა რაც შეეხება ამ 22 ქვეყანას დღესდღეობით 22 არაბული ქვეყანა არსებობს. ეს ქვეყნები ოფიციალური რელიგია მათ ამ ქვეყნებში სუნიტური ისლამია, თუმცა არა ყველგან სუნიტები უმრავლესობას არ წარმოადგენენ. არის ქვეყნები, სადაც სუნიტები უმცირესობაში არიან, მაგალითად ბაჰრეინი, მაგრამ მართლობა მაინც სუნიტების ხელში. მაგალითად ერაყში აი ბოლო ძალიან ბევრი 10 წლეული შიიტები უმცირესობაში იყვნენ. ეხლა ამას მოაქვს უამრავი პრობლემა. არასწორმა ჩარევამ მე მათ შიდა საქმეებში, თქვათ ერაყში, ხო? და უპირატესობის მინიჭება გარეძალების მიერ ერთი კონფესიის მიმართ გამოიწვია კატასტროფული შედეგები. მაგალითად სპარსეთის ყურეში მიმდინარე პირველი ომის დროს, იქ სადამ ჰუსეინთან მოკლედ დაპირისპირების დროს, სადამ ჰუსეინი სუნიტი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 70% მას შიიტი მოსახლეობა ყავდა. მთელი სუნიტები ჩამოაშორეს მართლობას, იმიტომ რომ საკითხიდან საკითხებში დავრბიორთ, მაგრამ ნუ ესე ჯობს და მე ცოტა თავიდანაც მოუყვეთ ამბები. და რა მოხდა მე? წინ წამოწიეს შიიტები და ქურთები. როგორც ამ მართველი კლანის მოწინააღმდეგე. რა თქმა უნდა. ამან მოიტანა ძალიან ცუდი შედეგები. მთელი ეს სუნიტი ოფიცრობა, გენერალიტეტი, უსაფრთხოების ძალები, დაზვერვა, კონტრდაზვერვა, მთელი ეს უბედური ხალხი ძალიან განაცხადებული დარჩნენ ისინი მშიურები გარეთ. და აღმოსავლეთში ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. და ამან გამოიწვია რა უცებს ამოყო ხელი იქ ალ-კაიდას მეტი კი არაფერი უნდოდა იქ. უცებს შეიქმნა ისლამური სახელმწიფო, ჩანასახი რაღაც ისლამური სახელმწიფოს პირველი ლიდერი აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი, რომელიც ციხეში იჯდა. იმის გამოშვება შეიძლებოდა ციხიდან. ხო უნდა გქონდეს ცოტა ტვინი თავში, რომ ვიღაცა შეიძლება გამოუშვა, მისი გამოსწორების იმედი გქონდეს, შეიწყალო ამნისტიაში აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადის რა ჯანდაბა გამოასწორებს. ჩიკატილოსავით. ხო, ნუ ეხ ჩიკატილომ რო თქვას, რომ აი ნუ ამ ორჩი ახლა მე ხალხის ჭამას და წავედი ახლა მე რა ქვია. რაღაც საქმეების საკეთებლად და ვატრუშკების საცხობად წავალ იმაში, სასადილოში. ეს რო გამოვიდა პირველი რაც გააკეთა ციხის უფროს ამერიკელ გენერალს ხელსაც არ ჩამოართმევდა დარწმუნებული ვარ. დამშვიდობებისას უთხრა რომ შეხვედრამდე ნიუ-იორკშიო. ის ან მიხვდა ან არა რა, ან დიდი ალბათობით ვერც მიხვდა. და ამას ნიუ-იორკში. თუ არ უნდა მე დაინახეს, კარგად. მოკლედ. რატო უნდა ვიცოდეთ, მე ორი სიტყვით შევეცადე ახსნა, აი რატო უნდა იცოდეს ადამიანმა ისლამი და მისი საფუძვლები რომ მიხვდეს აი რა ხდება დღევანდელ არაბულ სამყაროში. რა ხდება ისრაელ ეგრეთ წოდებულ პალესტინის კონფლიქტის დროს. ახლა ეგრეთ წოდებულს რატო ვამბობ? ეს უნდა იცოდეს ჩვენ მომაყურებელმა. როდესაც 40-იანი წლების ბოლოსკენ გაეროს რეზოლუციით შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო, იქ ნახსენები არ არის საერთოდ პალესტინური სახელმწიფო. საერთოდ ნახსენები არ არის. იქ ლაპარაკია პალესტინის ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიას ქვია პალესტინა. ხო, ნუ გეოგრაფიულად ქვია, პალესტინის ტერიტორიაზე ორი სახელმწიფო შექმნა, ებრაული და არაბული. მე ამ არაბებმა სასწრაფოდ დაირქვეს პალესტინელები, სადაური პალესტინელები არიან ეხლა დღეს იმ ღაზას სექტორში მაცხოვრებელი ადამიანები, რა ვიცი, რომლებიც მალე თუ ესე გაგრძელდა იქ ძალიან ცოტა ადამიანი დარჩება. და მე მსოფლიო თანდათან შეეჩვია იმას, რომ ეს არის ისრაელ-პალესტინის ომი. არავითარი ისრაელ-პალესტინის ომი ეს არ არის. აქ რელიგიურ ფაქტორს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. იგივე ჰამასის პროგრამას და კონსტიტუციას რო გადახედოთ ახლა, იგივე პალესტინის ავტონომიის
რომელიც თავის სახელმწიფოს უწოდებს კონსტიტუციას რო გადახედოთ, იქ შეიძლება მუხლები დაგისახელოთ, სადაც წერია, რომ ჩვენი მიზანი არის შარიათის კანონმდებლობის დამყარება. ეხლა შარიათის კანონმდებლობის დამყარება მე ორი სიტყვით თქვა რას ნიშნავს, რა არის, რასთან ერთად იჭმევა, კარგია, ცუდია. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ, ეს უნდა ვიცოდეთ. ხო, ამ სამყაროში ვართ ჩვენ, თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების მინიმუმ 10% ისლამის აღსარებელია. ეხლა უნდა ვიცოდეთ ეს ყველაფერი რა არის. ჩვენ აქ Facebook-ში რო წააწყდება ადამიანი ან სადმე ან თუნდაც საჯარო გამოსვლაში რო ეს ხმამაღალი განცხადება აქვს თქო. ისლამი ნიშნავს მშვიდობას. ითარგმნება ქართულად მშვიდობა. ეს არის ტყუილი. ეს არის ტყუილი. ისლამი ნიშნავს მორჩილებას. ნებისმიერ ლექსიკონი რო გადავშალოთ ავტორიტეტული ადამიანის შედგენილი, არაავტორიტეტული და საერთოდ არაბული გრამატიკიდან და წესებიდან გამომდინარე, ისლამი ითარგმნება ქართულ ენაზე როგორც მორჩილება, არავითარი მშვიდობა. სარგებლობენ რითი. ეხლა, აი თავისებურება არაბული ენის. არაბულ ენაში ხმოვნები არ იწერება. ხმოვნების აღნიშნული ნიშნები არ არსებობს. იწერება მხოლოდ თანხმოვნები. ერთადერთი წიგნი, რომელიც ეგრეთ წოდებული გახმოვანებულია და მერე ძალიან გვიან აი ყურანი რო შეიქმნა იმის მერე 2 საუკუნის მერე დაახლოებით ეს გახმოვანების ნიშნები შექმნეს, ხაზებია უბრალოდ. 3 ხმოვანი აქვს. A, I და U. მხოლოდ 3 ხმოვანი აქვს. ეხლა გვეუბნებიან ხოლმე რომ ისლამი იმიტომ ნიშნავს მშვიდობას, რომ სლმ არის მშვიდობა, სალამი, აი სალამი და ისლამი ერთ და იგივეა. არ არის ეს. ეხლა თუ არ იცის კაცმა მათ შორის განსხვავება და სლმსა და ისლამსა და სალამს შორის რა განსხვავება შეიძლება დაიჯეროს. უამრავი არაბული სიტყვა შეიცავს აი ამ ძირს. სლმ, მაგალითად სულამ, რომელიც ნიშნავს არც მეტი არც ნაკლები კიბეს. ისლამი კიბეს ნიშნავს? არ ნიშნავს კიბეს. მოკლედ ამ დებულების თავს მოხოვის შემდეგ ეს მქადაგებლები ჩვენთანაც მათ შორის საუბარს იწყებენ ზოგადად საჯაროდ. შეიძლება პარლამენტშიც კი ჩვენთან იყო მცდელობები პოლიტიკური ისლამის შეღწევის ნახევრად წარმატებული და მოახერხეს პარლამენტში შესვლა. ისლამი ნიშნავს მშვიდობას, საერთოდ ისლამი არის სიყვარულის და მშვიდობის და კეთილდღეობის რელიგია. მე არაფერს აწინააღმდეგოს არ ვამტკიცებ, თუ აქ საჭირო ფაქტებით საუბარი. ვინ რა იყო, ვინ რა საკეთებდა და ასე შემდეგ. მოკლედ ამ თემაზე ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება. ძალიან ხანგრძლივი და 10 გადაცემა არ ეყოფა ამას. ხო და არა ასეთი რამ რო აი შენ არასოდეს არ შეგისწავლია არც ისლამი, არც არაბული ენა და არც ეს სამყარო პროფესიულ დონეზე ხო მართალი, იმიტომ რომ ეს არ არის შენი სპეციალობა, რატომ უნდა შეგესწავლა ხო? უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე არ ასწავლიდნენ ამ საკითხს, თორე შეისწავლა. თუმცა ყურანის კითხვა დავიწყე ერთი პერიოდი რაღაც რუსული თარგმანი ჩამივარდა ხელში, ჯერ კიდე ნიკოლოზის ანუ цаრისტული რუსეთის დროს გამოცემული ძალიან საინტერესო იყო ხო ეს სურების რაღაც კარგად იყო ნათარგმნი სხვათა შორის. მოდი მაშინ აი ამ თემაზე ვისაუბროთ ცოტა დაუთმოთ რამდენიმე წუთი აი ყურანს მის შემადგენლობას, აი რა არის ყურანი, რას წარმოადგენს. საიდან მოვიდა ვინ დაწერა? ო, საიდან მოვიდა? ეგ მუსლიმმა არ უნდა გაიგოს ვინ დაწერა, თორე არა, რა ქვია დაწერა კაც. ო, ეგრე მარტივად არ არის აღმოსავლეთში საქმე. მოკლედ ყურანი შედგება 114 სურასგან, ანუ თავისგან. სხვადასხვა სიდიდის. არის ძალიან მოკლე თავები, სულ რამდენიმე წინადადებისგან შემდგარი, რომელსაც აია ეწოდება და არის საკმაოდ გრძელი, რომელიც რამდენიმე ასეული აიასგან შედგება. ყურანი დღეს და არ ვიტყვი რომ ყოველთვის, მაგრამ ნუ ძალიან ბევრი საუკუნეა დალაგებულია შემდეგი პრინციპით. ყურანი იწყება ყველაზე გრძელი თავებით და კლებითი პრინციპით მიდის და ყველაზე ბოლო სურა, ყველაზე მოკლე სურა 114. ეს არის პრინციპი, რომელიც
წესია და ტრადიცია ასეთი, რომ აი ესე უნდა იყოს დალაგებული. ეხლა კი იმის გამო, რომ ასეთი დალაგებაა და არა ლოგიკური და შინაარსობრივი ბმა ერთმანეთში, ძალიან დიდ გაუგებრობას იწვევს ხოლმე დაკვირვებული მკითხველისთვის. ანუ ერთმანეთში არ გადადის შინაარსობრივი. არა, ერთმანეთში არ გადადის. უბრალოდ აი სიმოკლეების და სიგრძეების მიხედვით. დიახ, ზუსტად. ყურანი პირობითად იყოფა ორ ნაწილად. მუჰამად წინასწარმეტყველი, როგორც მას უწოდებენ მუსლიმები, პირველი პერიოდი თავისი მოღვაწეობის ცხოვრობდა ქალაქ მექაში, დღევანდელი საუდის არაბეთის ტერიტორია და მეორე პერიოდი ის გადავიდა, გააქციეს, იძულებული გახდა წასულიყო ქალაქ მადინაში. მადინა არაბულად ქალაქს ნიშნავს. სულ სხვა სახელი ერქვა მანამდე და დაერქვა ქალაქი, გაბწყინებული, განათებული ქალაქი, ანუ ასე მოიხსენიებენ მუსლიმები მას. დაბადებულია მექაში, გარდაიცვალა და დაიკრძალა ქალაქ მადინაში. ყურანი პირობითად იყოფა ორ ნაწილად. ის თავები, რომელიც გარდმოევლინა, ასე ამბობენ მუსლიმები, რომელიც მიიღო და დაიმახსოვრა მუჰამედმა მექაში ცხოვრების დროს და ის თავები, რომელიც მიიღო და გადმოეცა მედინაში ცხოვრების დროს. აი ეს დავიმახსოვროთ ორი პირობითი ნაწილი. ის რომელიც მექაში მიიღო, ის რომელიც მედინაში მიიღო. აი თუ ანალიზს გავაკეთებთ, ამის ანალიზი გაკეთებულია და ძალიან აი თუ ხელის გულზე დევს, მექაში ჩაწერილი თავები და თავის ნაწილები საკმაოდ მშვიდობიანი და მშვიდობის მოყარე შინაარსს ატარებს. მაგალითად, ერთ-ერთი აია გვეუბნება, რომ რელიგიაში არ არსებობს ძალდატანება. რას ერჩი? შვენიერია, ხო მართალია, რა ძალდატანება უნდა რელიგიას? ასევე ერთ-ერთ სხვა სურაში უწერიოთ, რომ თქვენი რელიგია გქონდეთ, მიმართავენ მუსლიმებს და სხვას თავისი. ოკეი, რა პრობლემაა? ეს ხდებოდა მექაში. აი მედინაში გადასვლის შემდეგ კარდინალურად შეიცვალა ყველაფერი. კარდინალურად. ნუ იქ არის ისეთი თავები, ყურანის წამკითხველი ადვილად მოძებნის ამ ნაწილებს დახოცეთ და კისერში დაარტყით, სადაც წააწყდებით ურწმუნოს და აი ესეთი თავები. ანუ აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული. აბსოლუტურად რადიკალურად. ამას აქვს თავისი ბიზნესები. ამას აქვს თავისი ახსნა, ლოგიკური, თეოლოგიური, ყველანაირი ახსნა. მექაში მუჰამედს ყავდა დაახლოებით 70-დან 90-მდე მომხრე. თუმცა დიდი ხანი ცხოვრობდა, რომ გამოაცხადა, რომ მე ვარ წინასწარმეტყველი და ალაჰის მოციქულიო. 70-დან 80 კაცამდე დაუჭირა მხარი. დანარჩენები ზოგი მასხარად იგდებდა, ზოგის დევნი და ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი, ხო მკვლელობას რა თქმა უნდა არ ქონიაზე. რა თქმა უნდა რატო? ნუ უბრალოდ არ ქონია და ასე. შემდეგ ის იძულებული გახდა თავის მომხრეებთან და წასულიყო მედინაში და ნუ იქ გაიზარდა ამ თავისი მომხრეების რაოდენობა. ის უნდა ითქვას, რომ მედინა თლიანად არა, მაგრამ ძალიან დიდწილად ებრაული ქალაქი იყო. იქ ებრაელები ცხოვრობდნენ, ებრაული ტომები და ესენი. თავიდან მუჰამადმა შესთავაზა, რომ აი მიიღეთ, მე მოვედი ახალი რელიგიით, მონოთეისტური რელიგიით. ებრაელები მოუთხეს, კაცო, მონოთეისტები ვართ ჩვენ. ისედაც არა თქვენ არ ახართ მონოთეისტი, აი ეს არის მონოთეისტური რელიგია. თავიდან ხელშეკრულებაც ჰქონდათ დადებული მშვიდობიანი თანაცხოვრების შესახებ, მაგრამ თანდათანობით მუჰამედმა დაიწყო თავისი მომხრეების მოძებნა, მოძიება ბევრი მიზეზის გამო. ძალიან ბევრი მიზეზი, ახლა ზოგზე საუბარი შეიძლება, ზოგზე არ შეიძლება დაინტერესებულმა ყურანი წაიკითხოს და ნახავს იქ რატომ მოხდა ეს. და მოკლედ ეს ებრაელები ძირითადად გააქციეს, დახოცეს. ქალების საკმაოდ მოზრდილი რაოდენობა და ბავშვებისაც ტყვეთ გაყიდეს. და საერთოდ თუ ვინმე საინტერესებს ეს მუჰამედი ცოცხალია და მისი ის არის, ხო, რაზმია ფაქტიურად. კი ბატონო, კი, მაგრამ ეს რაზმი უკვე არმიაა, ის გადის უკვე რაღაც პრაქტიკულად მცირე ომებს აწარმოებს, სხვა ტომებს თავს ესხმის.
ყურანის გარდა ისლამში არსებობს სუნიტურ ისლამში ძალიან მნიშვნელოვანი წიგნების კრებული, რომელსაც ჰადისები ქვია. სუნიტები აი ამ ჰადისებს აღიარებენ, აი ზოგიერთი ყურანის თანაზომიერ წიგნებათაც კი. და ჰადისებში ეს ჰადისები რა არის? მუჰამედის გამონათქვამები, რაც ყურანშია არ არის, თითქმის არ არის. და მისი ცხოვრების წესი, როგორ ცხოვრობდა, რას აკეთებდა. ესე იგი უფრო გვიან დაწერილი. რა თქმა უნდა, ეს შედგა 2-3, ზოგიერთი 3 საუკუნის შემდეგ. და სხვა შორის იქიდან ამ ჰადისების შემკრებები ძალიან რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ არაბები. ძირითადად შუაზიელები იყვნენ, სპარსელები იყვნენ, ბუხარი, ყველაზე მნიშვნელოვანი ალ-ბუხარი კრებულის ავტორი, რომელმაც მოიძია 600,000 ისტორია მუჰამედთან დაკავშირებული, მერე ის გადაამოწმა, ხო წარმოგიდგენიათ და იქიდან ამოარჩია რამდენიმე 1000 სანდო, აი ნუ ამასო წყალი არ გაუვაო რა, 2 საუკუნის მერე გვეუბნება. და სანდოობა როგორ არის გათვლილი და როგორ მტკიცდება ამისი რომ გადმოსცა ამან და იმას გადასცა იმან და მიდის მუჰამედამდე რომ მუჰამედმა თქვა რომ აი ესე ქენით. ახლა იმ ძირითადი გამონათქვამის შესახებ რის გამოც ძალიან გაფუჭდა ურთიერთობა მუსლიმებსა და არამუსლიმებს შორის. ახლა არამუსლიმები ვინ იყვნენ იქ? ხო, აი რა გარემოცვა იყო, მაშინ იყო ალბათ მაზდიან ცეცხლთაყვანისმცემლები. მაზდიანობაზე ვილაპარაკებ. ძირითადად ვინ შეიძლება ყოფილიყო იქ არამუსლიმი, ხო? ორი უმთავრესი ხალხი, ქრისტიანები და იუდეველები, რომლებსაც ერთ შეხედვით პატივსცემდნენ მუსლიმები, წიგნის ხალხსაც კი უწოდებდნენ, ვინაიდან მათ წიგნები ჰქონდათ, ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა. ამათთან სხვა საქმე ჰქონდათ, სხვა პირობები. და ის ხალხი, ვინც არც ებრაელი იყო, არც იუდეველი იყო, არც ქრისტიანი იყო და საერთოდ წარმართი იყო და პოლითეისტი იყო, იმათთან საუბარი მოკლე, ძალიან მოკლე. ისლამს იღებ, არ იღებ, მოკვდები. ხო და აქ იუდეველებთან და ქრისტიანებთან მე გეუბნებით ის რაც ყურანში წერია და რაც მე ისტორიული ფაქტებით დასტურდება. ჩვენთან რო შემოვიდნენ პირველი არაბები, აი ეს ისლამიდან, უკაცრავად, ყურანიდან ამოღებული ციტატა ჰქონდათ მოხმობილი იმ შეთანხმებაში, რაც ქართლის ერისთავთან დაიდო. აქ წერი ესეთი რამე, ყურანის სიტყვებს ვამბობ. ებრძოლეთ მათ წიგნის ხალხს, ესე იგი იუდეველებს და ქრისტიანებს, სანამ არ მიიღებენ, სანამ არ აღიარებენ ერთ ღმერთს, სანამ არ გასცემენ ზაქათს, სავალდებულო გადასახადი და მოკლედ სანამ არ გამუსლიმდებიან, ან გადაიხდიან სპეციალურ გადასახადს, რომელსაც ქვია ჯიზია და ამით იქნებიან დამცირებულები. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ. ეს უნდა ვიცოდეთ. და ეს სპეციალური გადასახადი ეხებოდა მხოლოდ ქრისტიანებს და იუდეველებს. სხვებს ამას არც თავაზობდნენ. იმათ ჰქონდათ ორი ალტერნატივა წარმართებს. ან სიკვდილი ან ისლამში შესვლა და დამთავრება. მუჰამედის სიტყვები, რომელიც დასტურდება ამ ჰადისებით, ეს ყველა ავტორიტეტულ ჰადისების კრებულში მოცემული ეს სიტყვები. რომ აი ბოლო ეს ჯაჭვი მივიდა მუჰამედამდე, მუჰამედმა თქვა: არაბეთის ნახევარკუნძულიდან მე გავიყვან ყველა ქრისტიანს და ყველა იუდეველს, სანამ აქ არ დარჩებიან მხოლოდ მუსლიმები. გასაგებია, ხო? ამ ტერიტორიაზე უნდა ცხოვრობდნენ მხოლოდ მუსლიმები. მხოლოდ გარკვეულწილად მათ მიაღწიეს ასეთ რამეს. ეხლა დღეს საუდის არაბეთში რო ჩახვიდეთ, ქალაქ მექას შესასვლელთან, მექა არის ყველაზე წმინდა ქალაქი მუსლიმებისთვის. ქალაქ მექას შესასვლელამდე სანამ მიადგებით, იმიტომ რომ თუ მიადგეთ, მერე დაგვიანებულია, მერე უკვე საშველი აღარ იქნება. პირდაპირ წერი შესვლა მხოლოდ მუსლიმებისთვის. არამუსლიმი იქ ვერ შევა. ყოფილა შემთხვევები, რომ ვიღაცა შეიპარა რაღაც ზოგი ძალიან გათვითცნობიერებული ისლამში, რაღაც ტრადიციები, მათი რიტუალები იცოდა რაღაცა, მაგრამ
იყო შემთხვევები, როცა აღმოუჩენიათ, რომ ის მუსლიმი არ არის და სად მოდიხარ ჩვენ წმინდა ქალაქში და ეს ძალიან ცუდად დამთავრებულა ამ თავხედი ჭყალებში ადამიანების. არა, რატომ ჭყალებში ხო გეუბნებიან არ შეხვიდეთ, რომ გეუბნებიან, ნუ შედიხარ რა. სხვა შორის მე მიკითხავს რამდენიმე არაბისთვის აქ, საუდიელისთვის, რომ იმის მერე რაც დაგვითვალიერები აქვს ცხეთა, ჯვარი, ცხეთი ცხოველი ასე შემდეგ და აი თქვენთან როგორ არის საქმე იქ რომ არ უშვებთ ცხებს მექაში, მედინაში რა არის ეს რა წესია თქო. ის ჩვენთვის წმინდა ქალაქია, როგორ შეუშვებთ არა მუსლიმს? ეს ჩვენთვის არის. შეგონია მოხარიზები ცხეთა ჩვენთვის რა არის ესე? ნუ დარცხვენილები თავი ჩაქინდრავენ ხოლმე. ეგეთი ტრადიცია ახლა რიგითი და არარიგითი მუსლიმი რა შეცვლის რამეს თუ რას იზავს. ყურანი ძალიან საინტერესო წიგნია, ძალიან საკამათო წიგნია. მინდა გითხრათ რომ ყურანში 100-ს შეცვლაც კი წარმოუდგენელია, გამორიცხულია, ვერავინ ვერ გაბედავს ამას. აი მაგალითად სუდანელი ქადაგებელი იყო რამდენიმე ათეული წლის წინ, ძალიან ცნობილი ქადაგებელი, რომელსაც ერთი იდეა ჰქონდა რომ მოდი გავაკეთოთ ისეთი რაღაცა რომ ყურანი დავალაგოთ ისტორიული თანამიმდევრობის მიხედვით. აი პირველი სურა რომელიც მიიღო მუჰამედმა ის იყოს თავში. მეორე რომელიც მიიღო ის იყო მეორე ადგილას და ასე შემდეგ და ეს გაუადვილებს ადამიანს განსაკუთრებით არამუსლიმს რომ გაიგოს რა ხდება საერთოდ. მოკლეს ეს კაცი. როგორ თუ შენ ეგეთი აზრი დაგებადა თავში. იქ კიდე ძალიან ბევრი თემაა რომელზე საუბარი მუსლიმებს არ სიამოვნებთ, უბრალოდ არ სიამოვნებთ. ეხლა ძალიან ბევრი სურა, ანუ თავი იწყება გარკვეული ასოებით. მაგალითად 300 არაბული აბრევიატურა ალიფ ლამ მიმ ეს. არავინ არ იცის რა არის. აი მეორე სურა იწყება ასე. შემდეგ მესამე, მეოთხე კიდე რამდენიმე სურა იწყება. ერთი და იგივე დასაწყისი. არა, ერთი და იგივე არა, სხვადასხვა ასოებია, თქვა. რომელიც არაფერს არ აღნიშნავს, არანაირი სიტყვა არ არის. խոսტვაში არ იცის არავინ. არავინ არ იცის. ამ დროს ყურანში წერია ასეთი რამ, რომ ყურანი გადმოეცა ნათელ და გასაგებ არაბულ ენაზე. ნუ რო იკითხები მუსლიმს რომ ნათელია, კი, ნათელი, გასაგები. აი შენ ჭირემ ერთი ეს მითხარი, ეს რას ნიშნავს? არა, ეგ არ ვიცი, ეგ დაფარულია და მარტო ალლაჰმა იცის. ეხლა კიდე გარკვეული თავისებურებები. ბევრი ფიქრობს, რომ მუსლიმისთვის ღვინის დალევარი აკრძალოთ. და ყოფილვარ მე მიმუშავე იმ ქვეყნებში, სადაც შრალი კანონი იყო და ერთი ცივილ-კივილი და ამბავი და სხვა შორის რუსების გვერდით ეხლა რუსი სასმელის garaში მოდი გააჩერე, ეხლა იქ 2 წელი და 3 წელი ხო. ნუ მიუხედავად ამისა, ყველა ოჯახს იქ საკუთარ სახლში ქონდა, რუსებზე ალაპარაკი არა ადგილობრივზე, ესა არყი სახდელი აპარატი და არაკი საფუარი და შაქარი და ის საფს და წყალი კიდე მეტი არაფერი არ უნდა ხილს არ ყიდულობდნენ რუსები იმიტომ რომ ხილი ძვირი არ ღირდა მაგრამ რატო უნდა ჩადო ეხლა ხილი ის და იმისგან გამოხადო არაკი ეხლა აი სასმელთან და ღვინოსთან დაკავშირებით აი ერთ-ერთ თავში ერთ-ერთ სურაში წერია აი პირდაპირ წერია რა თქვენ იღებთ მათრობელა სასმელს ფინიკისა და ყურძნისგან და ამაში ნახულობთ სიკეთეს. ეხლა რო ეკითხები მუსლიმს რომ მათრობელა სასმელი შენ ჭირიმე ყურძნისგან ერთი მითხარ რა ქვია ამას? ამას ხო შეიძლება რაღაც შერბეთია თუ ის? ხო რა არის მათრობთან მათრობელა. ღვინოა ეს რა თუნდა ეხლა ამას ლაპარაკი. მაგრამ გადაფურცლავ წიგნს 2-3 სურას შემდეგ და იქ წერია რომ არავითარ შემთხვევაში ალკოჰოლი არის და ღვინო და ეს არის ეშმაკისგან და მკითხაობა და სასმელი არის ეს ეშმაკისეულია. არის დებულებები ვთქვათ, იგივე როცა წერია ერთგან რომ რელიგიაში ძალდატანება არ არსებობს, მერე 10 ფურცლის მერე წერია რომ არა დაჰკარით მაგას თავში კაცო და ისლამი უნდა მიიღოს ეხლა ხვალ. აი ეს როგორ ეთანხმება ერთმანეთს? ამისთვის მოძებნილია ძალიან კარგი ბჭყალებში ახსნა რომ არსებობს გაუქმებული და გამაუქმებელი ლექსები, ანუ აიები ყურანში. ეხლა ეს რას ნიშნავს? ეს რაღაც დებულება, რომელიც არსებობდა ისლამის პირველ პერიოდში
მე გვიან მოსულმა, ჩამოსულმა ალაჰისგან. ხო, მართლა აიებე ის გააუქმა. მაგრამ მაინც დატოვა, ხო? ეს ტექსტი დატოვა. აი, ყველაზე კარგი შეკითხვა ეს არის, მაგრამ მაინც დატოვდა, რომ ყურანში არის ასევე ასეთი აია, რომ ეს ყურანი ორიგინალი, ყურანის ინახება ცაში. აი, ორიგინალი, ყველაზე ესეთი წყალი რო არ გაუვა ისეთი ეგზემპლარი. და ხანდახან ისმის ხოლმე შეკითხვა, რომ აი იქ ცაში რო ინახება, იქ გაუხმებულების წერია და გამაუხმებელი ის თუ მარტო ერთი წერია თუ როგორ არის ეგ საქმე? ხო, იმიტომ რომ მე დაემატა, ხო. ხო, არა, პასუხი არა აქვს. ძალიან ბევრი აია გაუხმებულია უბრალოდ. იმიტომ რომ ითვლება რომ რომელიც გვიან გადმოეცა მუჰამედს, იმან გააუქმა ადრე გადმოსული. ეს მუსლიმებმა არიციან. არა, მუსლიმებმა ძალიან ბევრმა უმეტესობამ არიცეს. უმეტესობა. და საერთოდ ჩვეულებრივებზეა საუბარი, ხო, რა თქმა უნდა, რიგითი მუსლიმი ახლა და იმამებმა ალბათ იციან. ხო, რა თქმა უნდა, ახლა სადღაც ტატარსტანში ან ემაში, რა ქვია, ზაქათალაში მაცხოველმა მუსლიმმა, ნუ საიდან, ნუ არის არა, რა თქმა უნდა. როგორ ჩვენთან 80% სახარება და ბიბლია წაკითხული არა. კი ბატონო. კი ბატონო. ახლა ისლამს კიდე ერთ თავისებურება აქვს, ყურანის კითხვა მხოლოდ არაბულად შეიძლება ლოცვის მიზნით მეჩეთში და ასე შემდეგ. ახლა რა თქმა უნდა, თარგმნა შეიძლება, ამას თარგმანი არ ერქმევა, შინაარსობრივ თარგმანს ეძახიან და ქართულად არის რამდენიმე ნათარგმნი, მათ შორის ერთი მშვენიერი ძალიან კარგი გიორგი ლობჟანიძის ნათარგმნია, უნივერსიტეტის პროფესორია ეს კაცი. მაგრამ მათ მუსლიმები არ აღიარებენ. ერთადერთი მიზეზის გამო, იმიტომ რომ თარგმნა არამუსლიმმა და არამუსლიმმა რო თარგმნა, ნუ ეს უკვე არასერიოზულია. მათი თვალთახედვით. ხაშერის და რა მახსოვს, იცი, ჩემი მეგობრის ბებია, როცა მე ბათუმში ცხოვრობდი, ძალიან ესეთი ორიგინალური ქალი იყო, ხიმშიაშვილები იყვნენ. არა, ჭიჭინაძეები იყვნენ, ყარად, ხო, ეს ქალი იყო თვითონ ხიმშიაშვილი, აჭარელი იყო. არაბულად კითხულობდა ყურანს, ესეთი მაშინ გავიგონე პირველად არაბული და ძალიან მომეწონა ეს სხვანაირი დიდი ყურანი ქონდა ძალიან ლამაზი მახსოვს და იმას კითხულობდა ხოლმე. არ არის გამორიცხული, იცოდა არაბული. არ არის გამორიცხული, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ. არაბულის სწავლა სჭირდება ძალიან ბევრი დრო, ძალიან ბევრი წელი. ეს არ არის მე ბოდიშს ვიხდი სხვა ენებთან. ეს არ არის თურქული, რომელიც შეიძლება ერთ წელიწადში ისწავლო ისე, რომ წაიკითხო. არაბულს ვერ ისწავლე ერთ წელიწადში ესე. 2 წელიწადში ვერ ისწავლე, რომ ადგე და წაიკითხო. მე მქონია საუბარი, თქვა, აზერბაიჯანში მიმუშავია მე რაღაც პერიოდი და იქ მისაუბრია მოლებთან, რომლებიც პანაშვიძე ვიყავით გასულ და ყურანს კითხულობდა კაცი და ჩემი მეგობარი მეუბნება, შენ ხო გესმისო რას ლაპარაკობს? არ მესმის მე ვთქვი. კაცო, არაბული ხო იციო, ხო მეუბნებიო რომ იცი. ბიჭო, მე ვიცი, მაგრამ მაგან არ იცი, მოლაა ესო. აი, შენ ხო, ეს არის საინტერესო მომენტი, ახლა ეს გადაუხვიოთ ცოტა თემას. შენ 5 წელი ისწავლე საქართველოში, მე მახსოვს შენ 7. ო, ნუ უნივერსიტეტში 2 წელი უცხოენებში სინქრონული თარგმნის კურსები, გაძლიერებული სწავლა. ისიც კი მახსოვს შენი ეგვიპტელი ლექტორი. რაუფი, როგორ არ გეცნობები? რაუფი ძალიან ხო, რაუფი. დილით ლუდს ვამდით ხოლმე, აგერ შენ მეზობლად გასტრონომში მე და რაუფი და მელაპარაკებოდა არაბულად, ეგ შეჩვენებული და იქ მთელი ვაკის ლოთობა იქ იკრიბებოდა აფართოებული თვალებით გვიყურებდნენ, იმიტომ რომ არც სომხური იყო, არც ქურთული, არც ქართული, არც რუსული. რა უნდათ, მოგზავნილები არიან. აფიაც დათო შენ როგორ ეგ მახსოვს და. მოკლედ ამ მოლამ ხო, არა, რისი კითხვა მინდოდა, ხო, ეს და მე შენ რო წახვედი უკვე სწავლით აი ესეთი არაბული შენ უკვე ისწავლე ალბათ ლიბიაში, ხო? რასაც ქვია ნუ აი კლასიკური არაბული მე თბილისში ვისწავლე რა თქმა უნდა გრამატიკა მთლიანად თავიდან ბოლომდე მაგრამ იმას რასაც ქვია აი გაბნულად თავისუფლად საუბარი იქ ყოფნის გარეშე პრაქტიკულად შეუძლია ხო მე უბრალოდ ახალგაზრდები გვიყურებენ დიდი ნაწილი მყავს მე მაყურებლებს ახალგაზრდებს უმეკითხებიან ხოლმე ყველა ასეთი ინტერვიუების მერე აი საჩეილება რაღაც ეს ამის სწავლა ან იმის სწავლა და აი თუ არაბულით დაინტერესდები მიეცი ჩემი ტელეფონი და ვასწავლებ ხალხს მე მოწაფე ხო აგერდო მოგწერეთ კომენტარებში და ხო კი ბატონო რა პრობლემაა ძალიან სიამოვნებს მე რომ ვინმეს რაიმე სწავლა უნდა იმისი რაც მე ვიცი ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს მე
ხო და აი მოლაზე გიყვებოდი, რომელსაც ძალიან აღშფოთდა ეს ჩემი მეგობარი ბაქოელი, რომ რას ქვია, აბა გვატყუებს, რომ მე არ ვიცი ახლა გატყუებ თუ რაღაცა. ურმარილი ხო გაშლილია თქვენთან სახში მე. აი ეგ მე ამ პანაშვიდის მე დამისვი გვერდზე თქვენი მოლა და დაველაპარაკები და შენც იქვე ახლო-მახლო იყავი რომ გაიგე რას ვლაპარაკობ. მოვიდა გადასარევი კაიკაცი ხანშესული თკბილი რაღაც გააცნეს ჩემი თავი ჩვენი სტუმარი საქართველოსდან ქართველები უყვართ გიჟდებიან აზერბაიჯანში. კი, ხო და მეოთხარი თქვენ აი არაბულად კითხულობდით თავიდან მეც ორიოდე სიტყვა ვიცი არაბულად და მან გაფუჭდა. მიხვდა რომ ორიოდე სიტყვა არ იქნებოდა, კიდე რაღაც მეტი იქნებოდა. იცი რა, საიდუმლოდ გეტყვიო, ნახევრად საიდუმლოდ და მე აი პირველი სურას რაღაც ნაწილები დაზეპირებული მაქვს და მე აღარ ვიციო, იმიტომ რომ ახლა არაბული არ მისწავლია. სად უნდა ესწავლა ახლა? ქართულად ვერ დაიზეპირებ რაღაცას ახლა რომ არა კაცო, ენაზე რაც არ იცი რანაირად უნდა სად უნდა ისწავლო ახლა ეგრე ადვილი არ არის. მე მახსოვს ერთი ამოკითხული მაქვს სადღაც ყველაზე დღემდე ძალიან კარგ ლექსიკონად ითვლება არაბულ-რუსული ლექსიკონი ბარანოვა არის ეგეთი ავტორი და იმაზე სწავლობდით და მოკლედ ის ყო დღესაც მაქვს ეს, იმიტომ რომ ძალიან სრულყოფილი ლექსიკონია. ხო და ეს თან ლექციებს კითხულობდა მოსკოვის უნივერსიტეტში არაბული ენის ეს კაცი და პირველ კურსელს უკითხავს რომ აი ამხანაგო ლექტორო ამბობენ რომ არაბული რთული ენაო და მართალიაო არა კაცი გატყუებენ პირველი 20 წელი ძალიან რთულიაო და მერე გაგიადვილდებაო არა უშავსო მერე არა უშავსო მოდი დაუბრუნდეთ ამ ახლო აღმოსავლეთს და აი ეს დღევანდელი კონფლიქტები რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთში მთლიანად მიბმულია აი ამ თემასთან, რასაც ისლამი ქვია. აბსოლუტურად მიბმულია ამასთან. და რა თქმა უნდა, ამასთან ერთვის ძალიან დიდი რეგიონალური და მსოფლიო ლიდერი სახელმწიფოების ძალიან დიდი ინტერესებს ბევრი მიზეზის გამო. აქ მხოლოდ ნავთობპროდუქტებზე და ენერგომატარებლებზე არ არის საუბარი. თუმცა ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა ომები რო დაიწყო მან განსაკუთრებით ბოლო 10 წლეულის ომები მან ერაყი იყო პიონერი, მერე ეს გავრცელდა სირიაში, მერე იემენი, არაბული გაზაფხულის არაბული გაზაფხული, რომელიც აი თითიდან გამოწვე ხელოვნური გაკეთებული იყო აშკარად. მოკლედ იქ გამავალი დაქსელილი ნავთობ და გაზსადენებს ერთი ტყვია არ მოხვედრია ეს აფეთქებაზე ხო ლაპარაკი ზედმეტი, იმიტომ რომ ყველა მიცის რომ იქ იმას ვერ შეეხება ვერა. ხელი არ დაედება. ხელი არ დაედება, იმიტომ რომ იქ იმისთან ინტერესებია ჩადებული. ხალხი მილიარდებს აკეთებს ახლა. ვიღაცა სანდლებიანი კაცი გამოვიდეს იქ დააზიანოს, ამოთხრიან იმის ქვეყანას თავიდან ბოლომდე. ეგრე ხო არ არის. სხვა შორის დაახლოებით იგივე პრობლემები იყო აი უკრაინის ტერიტორიაზეც რა. ეხლა ბოლო დროს დაიწყო. არაფერს არ უშვებოდნენ იმ. არა, რა თქმა უნდა ეს აზოტის თუ ამიაკის რაღაც მილსადენი დღემდე მიდის ოდესის პორტში იქ არა. რა უნდა იმის აფეთქებას ახლა, მაგრამ ნუ იმის აფეთქებას უნდა ძალიან დიდი გამბედაობა და დიდი ამბავი. ეხლა გაბედეს და ეს გაბედეს კი იქ რაღაც ნუ იქ რაღაც უნგრეთს და უნგრეთ და სლოვენია. მაგრამ ეს დიდი ამბავია, უნგრეთი ევროკავშირის წევრია და ნატოს წევრია. ხო. მოკლედ მე გთავაზობ რომ შენ დამისვა შეკითხვები აი კონკრეტულად აი ისეთი ადამიანის ინტერესი და გამომდინარე რომელსაც ნუ აინტერესებს ეს რეგიონი მე შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო. აი მე აი ისლამის გარიჟრაჟიდან ჯერ არ გამოსულ ვარ, ჯერ იქა ვარ, მაგრამ რა ვიცი. ხო, მაგრამ შენ ამ გარიჟრაჟში არ ილაპარაკე ერთ ძალიან ყველა ალბათ იმაზე ამოსავალ წერტილზე რითაც მე უნდა ვისაუბროთ ძირითადად და კონფლიქტები გამიხილოთ. შიიზმსა და სუნიზმის შორის აი რა ასეთი რა განსხვავებაა რომ აი აქამდე ვერ გადაწყდა და გადასნა კი არა. ხო, არ ვერ გადაწყდება, ვერასოდეს ვერ გადაწყდება. არის საკითხები რომელიც შეიძლება რამდენადაც გასაგებიანით იქნება შესაძლებელი ამის გაკეთება, აი მოდი. არ არის რთული, აბსოლუტურად არ არის რთული. ეხლა რა მოხდება, პატარა ისტორიაში უნდა წავიდეთ ეხლა. მუჰამედი რომელიც იყო ისლამის გადმოსახედიდან ისლამის ფუძემდებელი და წინასწარმეტყველი, მისი გარდაცვალების შემდეგ დადგა საკითხი, რომ მას უნდა ყოფილიყო. აი, მოდი ჯერ თვითონ მუჰამედი ვინ იყო რა? საიდან მოვიდა რა? კი ბატონო.
მუჰამედი მექაში ცხოვრობდა ეს კაცი, ახალგაზრდა კაცი, რომელიც დაყვებოდა ქარავნებს მექადან უფრო ჩtildeო აღმოსავლეთის მიმართულებით, სირიის მიმართულებით, ხვის ქარავნებს თვითონ არ იყო შეძლებული ოჯახიდან და რაღაც პერიოდში ერთ-ერთმა მასზე ასაკით უფროსმა ქალბატონმა ჩააბარა თავისი ბუღალტერია, აი ესე რომ ვთქვა და ამ კაცმა ძალიან წარმატებით გაართვა თავი ამ საქმიანობას. ბუღალტერია მარტო ციფრები ხო არ არის, ჩანაწერებია, რაღაცებია, ბიზნესის ძალიან კარგად გააკეთა. ეს ამბავი იმით დამთავრდა, რომ მუჰამედმა ცოლად მოიყვანა ეს ქალი. ხატიჯა ერქვა ამ ქალს და ძალიან დიდარი ქალი იყო და ერთად ცხოვრობდნენ ბედნიერად, კარგა ხნის განმავლობაში. აქ არის ერთი საინტერესო მომენტი. სანამ ეს ქალი ყავდა ცოლად მუჰამედს, მეორე ცოლის მოყვანაზე არც უფიქრია მას. ეს ერთადერთი ყავდა. თუმცა ყურანშივია ნათქვამი, რომ შეგიძლიათ მოიყვანოთ ერთი ცოლი, თუ გაწოდებით მეორე, მესამე, მეოთხეც შეგიძლიათ მოიყვანოთ. და შეგიძლიათ დაიახლოოთ ის ქალბატონები, რომლებსაც თქვენი მარჯვენით მოიპოვებთ. აბა მითხარი ვასო, რას ნიშნავს მარჯვენით მოპოვებული ქალი? ქმარი მოუკალი? ხო, ალბათ მოიყვანე, ხო. მოკლედ ეს ხატიჯა სანამ იყო ცოცხალი, სხვა ქალზე არც უფიქრია მუჰამედს. შემდეგ კი ბატონო ერთ-ერთი ვერსიით ერთდროულად 9 ცოლი ყავდა, არის ვერსია რომ 12 ცოლიც კი ყავდა. ეს ოფიციალურ ცოლებზეა ლაპარაკი, არაოფიციალური სხვა არ იქნება. რაღაცა რელიგიის მიმდევარი არისო, ხო? ჯერ არა აქვს დაწერილი. კარგი შეკითხვა. გადასარევი შეკითხვა. იმ დროს ახლა რელიგია ეს არის სადღაც მე-6 საუკუნის ბოლო, მე-7 საუკუნის დასაწყისი, ხო მართალია? ჩვენ წელთაღრიცხვის ხომდეც კი რელიგია და ბერძნები, რელიგია არსებობდა. ნეანდერტალელებს ჰქონდათ ლამის. ო, რა თქმა უნდა, თავის წარმოდგენები ჰქონდათ და ასე შემდეგ. მექაში მექას ტომებს თავის წარმოდგენები ჰქონდათ და თავისი პანთეონი გააჩნდათ. ერთ-ერთი უმთავრესი ღმერთი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ, ერთ-ერთი და არა ერთადერთი, ეს ათეულობით იყო ესა. ხო, პოლითეიზმი. კი, მას ერქვა ალაჰი. ალაჰი იყო თვარის ღმერთი, თვარის ღვთაება. ეხლა გასაგები ხდება, რატო არის ძალიან ბევრი მეჩეთის თავზე ნახევარმთვარე გამოსახული და ბევრი პრაქტიკულად სიმბოლოა, აი აზერბაიჯანის ღეროს დახედეთ. კი, ხო, არა, ძალიან ბევრი, ხო, ძალიან ბევრი. ვარსკვლავი და ეხლა რო კითხო, გააჩერო ეს რიგითი აზერბაიჯანელი ჩვენთან, კითხო რა ვარსკვლავი, რატო ვერ გიპასუხებს, არ იცის. მოკლედ მუჰამედმა როდესაც დაიწყო ქადაგება და ერთ-ერთს გამოაცხადა, რომ მე ქალაქიდან გასული ვიყავი, გამოქვაბულიაო აქ ახლოსო და იქ თავარანგელოზი გაბრიელი, რომელსაც არაბულად ჯიბრაილი ქვია, იმიტომ რომ ასო გ არაბულში არ არის და ჯს ხმარობენ, გამომეცხადა და მითხრაო, რომ ეხლა მეო ალაჰისგანო უნდა გადმოგაწოდო შენ წმინდა სიტყვები და ეს უნდა წაიკითხო შენ. და მომმართაო, წაიკითხეო. მე უთხარი რომ არ შემიძლია კითხო. სამჯერ გაუმერო, წაიკითხე, არ შემიძლია კითხო, მე დაიწყო დამახსოვრება ამის. და გადაცემა თავის ახლობლებზე და ეს ახლობლები ვინც იცოდა წერა-კითხვა, ისინი იწერდნენ ხა. რაზე იწერდნენ ახლა იმაში? გამომცემლობაში მივიდნენ და ეს ბეჭვა დაიწყეს და რაღაცა. იწერდნენ ქვაზე, კლდეზე, პაპირუსზე, რა ვიცი, აი თუ კი რამეზე შეიძლებოდა დაწერა. ხელზე. ხო, რა იწერდნენ. ეხლა ეს ჩამწერი, რომელიც იწერდა ეს არაბული გრამატიკის წესებში იყო გათვითცნობიერებული, კარგად იცოდა, ხუთოსანი იყო თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ. ხო, ვისთან ეკნებოდა ხა ამას ურთიერთობა? ხო, ნუ სად იყო ახლა ამისი კარგი მცოდნე არაბული პირველი ძეგლი არაბული წერილობითი ყურანია. მანამდე წერილობითი არაფერი არ არის შემორჩენილი, საერთოდ არაფერი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ქონდათ პოეზია, ქონდათ, როგორ არ ქონდათ და სხვა შორის ძალიან ნორმალური, კარგი პოეზია ქონდა, ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა თაობიდან თაობებს. მაგრამ ჩაწერა ხდებოდა აი ამ ყურანის. ხო და არის ეს ისლამური ასეთი ტრადიცია, რომ მუჰამედმა არ იცოდა წერა-კითხვა. არის მეორე
წაკითხვა ამ ვერსიის, რომ ძალიანაც კარგად იცოდა. აბა ხატიჯამ რო გაუშვა იქ თავისი ბიზნესი. ხო, რაღაცა დაეთვალა კაცო, ხო. რას წერდა და როგორ მარტო ციფრებს წერდა? ან იმახსოვრებდა. ამას აქვს თავისი ახსნა, რატოა გავრცელებული ეს იდეა, რომ წერა არ იცოდა, იმიტომ რომ თუ წერა იცოდა, ესე იგი თვითონ წერდა. მაშინ დაეწერა, ხო. თვითონ წერდა. ამიტომ თვითონ არ წერდა. არ იცოდა წერა და არ წერდა. ოკეი, კი ბატონო, ესე იყოს. მოკლედ დაიწყო ქადაგება ამ ახალი რელიგიის და ამ თავის თანატომელებს ეუბნება, რომ მე რაღაც უცხო ღმერთი კი არ მომიგონია კაცო. აი ეს ალაჰი, რომელიც არის ყველაზე დიდი ღმერთია. ახლა არაბული ის ტერმინი შემოვიტანთ პატარა. ალლაჰუ აკბარ. აკბარ ნიშნავს ყველაზე დიდი. ალაჰი ყველაზე დიდია, დანარჩენები არაფერი არ არისო. და საერთოდ არ არსებობს. ალაჰია ღმერთიო. ერთადერთი ღმერთია ალაჰიო. ეს არის ფორმულა ისლამის. ალლაჰუ აკბარ. ნუ შემდეგ ამას მოყვა 10 წლეულები ცხოვრება. ანუ გაფილტრა და დატოვა ერთი ხო, ოღონდ ლათ ახალ სახელს ვერ დაარქმევდა, იმიტომ რომ არ მიიღებდნენ ესენი. ხო. ეს არაბები კაცო. და ნუ ვინც მიიღო, ზოგმა ნებით, ზოგმა მერე ძალდატანები ხო. ასე შემდეგ, ნუ მოკლედ ალაჰი გამოცხადა ერთადერთ ღმერთად. ერთადერთ ღმერთად. და გამოცხადა, რომ მუჰამედი ქადაგებს მონოთეისტურ რელიგიას. ქრისტიანები, ებრაელები ეუბნებიან, რომ ჩვენ μονოთეისტები ვართ. არა, თქვენ არა ხართ მონოთეისტები. აი ქრისტიანები კაცო სამღმერთიანობას ქადაგებენ. ხო, და ებრაელებთანაც დაახლოებით იგივე პრეტენზია ქონდა. სამღმერთიანობას თულად ვერ დააბრალებდნენ, მაგრამ თქვენო ვიღაც სხვა პიროვნებები ღმერთად დასახეთო და ამიტომ უნდა გადმოხვიდეთ ისლამზეო და ამას მოყვა სერიოზული კონფლიქტები და ხოცვა ჟლეტვა. და მუჰამედი ომობდა მეომარი კაცი იყო, დათვლილია და დაფიქსირებულია რამდენიმე ბრძოლა და შეტაკება, სადაც ის პირადად მონაწილეობდა ამაში და აი სახელი ახლა არ გეგია სახელი ეს ზულფიკარ ესეთი პრეზიდენტი იყო ზულფიკარ ფხუტო პაკისტანის. ზულფიკარ არის მუჰამედის ხმალს ერქვა, ზულფიკარ. მუჰამედის ხმალის სახელია. ის მერე წავიდა მედინადან და მექა აიღო. და მექაში დასახლდა მერე და ცოლებიც მოიყვანა იქ და იქიდან მართავდა. ესე იგი მედინაში გაიქცა იქ. გაიქცა, მაგრამ რადგან იქიდან დევნილი იყო, დაისახა მიზნად რომ მე ისევ უნდა დავბრუნდა იქ და დაბრუნდა. ხო. დაბრუნდა ქალაქში, ხო. კი, მიზი და უამრავი ხალხი აქ უკვე 1000-ებზე იყო ლაპარაკი და ტერიტორიების გაფართოებაზე იყო ლაპარაკი. თან ეს 1000-ები იყვნენ აგრესიულები, საკმაოდ. ეს შეიარაღებული ხალხი იყო, ბედუინი, მებრძოლი ადამიანია, ბედუინი, ის მწყემსი კი არ არის მარტო. ის მარტო მწყემსი რო იყოს, შიმშილით მოკვდება, იმიტომ ერთი ფეხმოტეხილი ის ყავს ახლა, ცხვარი იქა და. იმან თუ არ წაართვა ვინმეს რაღაცა, დამთავრებულია იმის საქმე. და თავისი თუ არ დაიცვა, ხო? ხო, აბარა იმიტომ რომ სხვა დაესხმება თავს. ხო და დაიბარა მერეა მუჰამედმა რომ აი გიბარებთო რომ ორი დიდი ქალაქი ნუ აუცილებლად უნდა აიღოთო რა. აუცილებლად, უსიკვდილოთო. პირველი კონსტანტინოპოლიო და მეორე რომი. ხო, აი ვიფიქრე სხვადასხვა ხო. ხო, იმიტომ აი გემოვნება ქონია, ხო. ხო, გემოვნება ქონია. ნუ არც ერთგან და არც მეორეგან დამყოფი არ იყო, მაგრამ ყურმოყრული ქონდა ეს. ხო, ორი დიდი ქალაქი. ნუ კონსტანტინოპოლი აიღეს. რომზე ქონდათ ცდილობები. სხვათა შორის, აი ეხლა ერთი 10 დღის წინ ვიყავი ზუსტად ის უღელტეხილი გადავიარეთ მანქანით, სადაც არაბები ჩადგნენ. და იქ სერიოზულად აწიოკებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და ეს არის სენ-გოტარდის უღელტეხილი შვეიცარიაში. წარმოგიდგენია, აი იქამდე მიაღწიეს ესპანეთის გავლით. ხო, ეს ანუ იქედან აპირებდა ალპებიდან აღებული ქონდათ. კი ბატონო. ხო, სიცილია, ხო, ნუ ჩაულებრივად. ხო, აღებული ქონდათ და იტალიის კიდე რამდენიმე ქალაქი და ესპანეთის ძალიან დიდ ტერიტორიას 700 წელი აკონტროლებდნენ იქ. ჩვენთან რამდენი ხანი აკონტროლებდნენ თბილისს? თითქმის ხო 400. 400-მდე, ხო, ფაქტიურად 400, ხო. ხო. არაბულ ისლამურ ტრადიციაში არის ესეთი ჩანაწერი არა პირდაპირ მნიშვნელობით რომ სადაც მუსლიმის ფეხი იქნა დაბიჯებული და რომელი ტერიტორიაც აი მუსლიმების ხელში იყო ოდესმე ის აუცილებლად ოდესმე მომავალში უნდა დაუბრუნდეს. აბა რა დაუბრუნდეს მუსლიმებს. ნუ შეიძლება ყოფილა ჩვენი საქმე.
ну ეხლა რუსული გამოთქმა ხაწეც не вредно. კი უნდათ, მაგრამ აუცილებლად შემჩნეული გექნება განსაკუთრებით აი სპარსეთის ყურის მაცხოვრებლებთან და არა მარტო მაგათთან თეთრი ან ესეთი კუბოკრული ნაჭერი თავზე ახურავთ და მე ორი რგოლი ორი შავი რგოლი. ეს ორი შავი რგოლი რა არის, ცი? ეს ორი შავი რგოლი არის და რას გლოვობენ? გლოვის ნიშანია ეს. ესპანეთის დაკარგვას, ანუ ანდალუზიის დაკარგვას. და როდემდე უნდა იგლოვოს ადამიანმა? სანამ აიბრუნებენ ესპანეთს. და მე მოიხსნიან ამას? ну ეგრეა მაგათ ტრადიციაში, რომ ესპანეთს რო დაიბრუნებენ, მე მოიხსნიან. მე ერთმა არაბმა დიპლომატმა მითხრა თბილისში. აი მაგ თემაზე ვლაპარაკობდით. ესეთი ახალგაზრდა დიპლომატი იყო. ატაშე იყო, ერთ-ერთი საელჩოსი. როსმალო, კატარის საელჩოსი. მაინც დავიბრუნებთ. მაინც ესპანეთი. ხო, ესპანეთი. 700 წელი იყვნენ, ეს ახსოვთ მაგათ. ახსოვთ. და თვლიან რომ ეს მაგათია და მე ვიღაც ხომ 700 წელი ეხუმრები შენ. მიუწვდნენ ვიღაცები და გამოყარეს, ოღონ გამოყარეს ის კი არა, იქ ძალიან მძიმე შედეგებით გამოყარეს. აი ყველა აბსოლუტ დიდი პატარა ქალი, კაცი, ბავშვი, ყველა გადასვეს აფრიკის სანაპიროზე და დატოვეს იქ ესპანელებმა. ყველა აბსოლუტურად, იმიტომ რომ იქ უკვე ძალიან სხვა ამბები ვითარდებოდა. ისლამი ეს ისტორია ხო ესპანეთის ნაკლებად ვიცი და ხო ნუ 700 წელი ეს ხო ეხლა რო არ გამოეხარათ იქიდან აი სულ ვამბობ ხოლმე ამას ეხლა ბარსელონა აღარ ერქმეოდა იმ ლამას ქალაქს იქ აი ყანდაღარის მსგავსი ტრადიციებით და კანონმდებლობით იქნებოდა გაჯერებული იქაურობა მეუბნები ლამაზი ხო ეხლა შიიტებს და სუნიტებს ლოგოდეთ ხო მუჰამედის გარდაცვალების მერე დადგა საკითხი, რომ ვინ უნდა შეცვალოს, ვინ უნდა პრაქტიკულად სახელმწიფო იყოს შექმნილი და ვიღაცამ ხო უნდა მართოს. და მოაწყეს არჩევნები. ესე არ ყოფილა, რომ მოდი აი ეს დავნიშნოთ და ასე. არჩევნები. არჩევნებში ყველაზე დიდი პრეტენზია ჰქონდა მუჰამედის ბიძაშვილს, რომელსაც სახელად ალი ერქვა. ალალი ბიძაშვილი იყო, მამამისის ოჯახში, ან თავის ბიძის ოჯახში გაიზარდა. იმიტომ რომ ადრე დაობლდა მუჰამედი. და ამკაც ძალიან დიდი პრეტენზია ჰქონდა, რომ მე მისი ბიძაშვილი ვარ, მისი თანამოაზრე ვარ, ერთად ვიბრძოდით, ერთად ცხოვრობდით და მე მინდა რომ ვიყო ხალიფა, ანუ მოადგილე მისი. ვისი მოადგილე? მუჰამედის მოადგილე. არჩევნებში ვერ გაიმარჯვა. არჩევნებში გაიმარჯვა მისმა უახლოესმა მეგობარმა, სახელებს არა აქვს ნიშნულობა, ნუ აბუ-ბაქრი ერქვა. არა, რატო აბუ-ბაქრი ერქვა სახელად, ვინც გაიმარჯვა და გახდა პირველი ხალიფა. 2 წელი მართავდა ამ სახალიფოს, რომელიც ტერიტორიულად არც ისე დიდი იყო, ნუ ძალიან შეზღუდული იყო გეოგრაფია. ეს ხდება ხო, აი მექა-მედინის მექა-მედინა და ირული მიმდებარე ტერიტორიები. ჯერ იქ სპარსეთზე და იმაზე ლაშქრობები და ისინი ჯერ არ არის ეს. გარდაიცვალა ეს კაცი, შემდეგ ახალი ხალიფა აირჩიეს. ალის ისევ ქონდა პრეტენზია, ისევ არ აირჩიეს. მოკლედ 3 არჩევნები მოეწყო და არ აირჩიეს. და სხვა შორის აი ამ აბუ-ბაქრის გამოკლებით შემდეგი კიდევ 3 ხალიფა დახოცეს. ზოგი მოწამლეს, ზოგი ცივი იარაღის საშუალებით. მე რა როგორც ყველგან ხდებოდა. სასტიკი ბრძოლა მიდიოდა. სასტიკი ბრძოლა ძალაუფლებისთვის, ხელისუფლებისთვის. მოკლედ ბოლო არჩევნებზე ალიმ გაიმარჯვა, როგორც იქნა და გახდა ხალიფა. მაგრამ მე გადაუდგნენ მას გარკვეული პროვინციის მმართველები, აუჯანხდნენ მას, აი ერაყიდან არ გემორჩილებითო, იმიტომ რომ შენი წინა ხალიფა რომ მოკლესო, ჯერ გამოიძიე ის საქმეები, როგორ იყო და მოკლედ ეს ალიც გაუყენეს მისი წინამორბედების გზას, ასევე მისი შვილიც მოკლეს, აი ჰუსეინი ერქვა მას, აი შაჰსეი ვასეი გაგონილი გექნებათ. ხო, ეს ზურგზე რო ერთხელ წელიწადში ერთხელ არის ეს და გლოვობენ შაჰ ჰუსეინს. ეს არის ჰუსეინის იმის მოკვლის აღსანიშნავად აი ესეთი რიტუალი არსებობს იქ და შეიქმნა ესეთი მიმდინარეობა ისლამში, ვინც აი ალის გზას გაყვა, ალის პარტია, ალის მიმდევრები და ესენი გახდნენ შიიტებს. შიიტები და შიიზმი არაბული ტერმინი არ არის. შია ქვია ამას. და მეორე სუნნა, რომელიც ცოტა სხვა მიმართულებაა და უნდა ვიცოდეთ ახლა ერთმანეთთან რა პრეტენზიები აქვთ ამათ.
შიიტები, ანუ ალის მიმდევრები, პირველ სამ ხალიფას არ აღიარებენ. როგორც აი ეს ალიმდე ვინც იყვნენ. ალიმდე ვინც იყო მუჰამედამდე. აი იმ სამ კაცს არ აღიარებენ. ეგენი არ იყვნენ კანონიერად არჩეული. ალის რა თქმა უნდა აღიარებენ. სუნიტები ალისაც აღიარებენ, 4-ვეს აღიარებენ. მაგრამ იმათ აქვს თავისი აი ეს რო გითხარი ჰადისების კრებული, ანუ ისტორიების კრებული, რომელიც მუჰამედის ცხოვრებას ასახავს. 600.000 რო იყო და მე რო გაიგე. 600.000 ამ ერთს ჰქონდა თორე მეორე იყო იმას 900.000 ჰქონდა. თან ეს ალ-ბუხარი არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ყოველ დღე ყურანს კითხულობდა. ყოველ დღე ყურანი მოცულობით წიგნია. დღეს ეს კრებულები გამოცემულია წიგნად და ეს არის უყევი ჭეშმარიტება და ავტორიტეტი სუნიტურ ისლამში. ალ-ბუხარის რო უწერია ეს იქ დამთავრდა, იქ კამათი აღარ უნდა. იმიტომ რომ ჯაჭვი მიდის მუჰამედამდე. რადგან ალ-ბუხარი თქვა, ალ-ბუხარის გარდა კიდე 4 კრებულია ესეთი. კიდე 4-ია, მოცულობით არანაკლები. ნუ ვიფიქრებთ რომ ხო ყველა მუსლიმი სუნიტი მუსლიმი ყველაფერი იცის და რა თქმა უნდა ესე არ არის, მაგრამ ნუ ვინც საჭიროა ის ხალხი ვინც მეცნიერები მხოლოდ ამას აკეთებენ ისინი ალბათ. ხო, არ შეუძლია ფიზიკურად შეუძლებელია, მით უმეტეს ამის შესწავლა და მაგრამ ეს არის ავტორიტეტი და წყარო ისლამური კანონმდებლობის. შარიათი ემყარება არა იმდენად ყურანს, შარიათი არის ისლამური კანონი, სავალი გზაა ესე ქვია. და ეს შარიათი ცალკეა დაწერილი, ანუ რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. არა იმდენად ყურანს, არამედ ჰადისებს. და კიდე მუჰამედის ბიოგრაფიას, რომელსაც სირა ეწოდება. მოკლედ, ძალიან ჩახლართული ტერმინოლოგია ჩვენს მსმენელს ეს არაფერს არ ეთქვის ახლა ეს. ამ შარიათის ჩემთვის ძალიან საინტერესო და ესეც შარიათის საფუძველზე აგებულია ძალიან ბევრი ისლამური ქვეყნის კანონმდებლობა. ძალიან ბევრი ისლამური. აი ბაშარ ალ-ასადის დროსაც კი, რომელიც მეტნაკლებად არა საკმაოდ ისეთი შემწყნარებული არა ბოლომდე რა თქმა უნდა, ხა აღმოსავლეთია მას და აღმოსავლური ტირანია. აი იქაც კი შარიათის კანონებით სჯიდნენ სამოქალაქო საქმეებს. წარმოიდგენია სირიაში, ჰაფეზ ალ-ასადის დროს, მერე იმის შვილის ბაშარ ალ-ასადის დროსაც კი. აი ეგვიპტეშიც მოქმედებს შარიათის კანონები, არა ყველგან. ნუ ახლა პაკისტანზე და იმაზე, საუდიაზე და ხო, იმას უბრალოდ მეტია ლაპარაკი. რა ქვია, ავღანეთზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. ეხლა უნდა ვიცოდეთ ერთი რამე. ხო, მაიცა და შიიტები წავიდნენ ალის, ანუ ალის ხალხია შიიტები. კი. და სუნიტები არიან ალის და იმ 4 ხალიფას ხალხი. კი. მოხდა ისე რომ ირანში, სპარსეთში, მაშინ ირანი არ ერქვა ამას, სპარსეთმა აირჩია ეს გზა და ისინი სუნიტები არიან. დღემდე სუნიტები არიან, შიიტები. უკაცრავად შიიტები არიან. გარკვეულწილად არაბების ძალიან მცირე ნაწილი გაყვა შიიტების გზას, ეს ბაჰრეინელი არაბები არიან, ერაყელი ბაჰრეინები და ერაყელი მუსლიმები და საუდის არაბეთში. საუდის არაბეთში ყველაზე ესეთი დიდარი ტერიტორიები, სადაც ნავთობი მოიპოვება, ამ ტერიტორიებზე შიიტები ცხოვრობენ. ეს დიდი პრობლემაა საუდის არაბეთში. ეხლა, კი, აღმოსავლეთის მხარე, საუდის არაბეთის. საუდის არაბეთს საერთოდ არავინ არ წარმოიდგინოს აყვავებული და უპრობლემო ქვეყანა. ძალიან დიდი პრობლემების მატარებელი ქვეყანა, იმიტომ რომ გვერდზე ყავს ძალიან ძიმე და საში მეზობელი ირანი. ძალიან. ზუსტად ამის გამო და ამის წყალობით საუდის არაბეთის ტერიტორიაზე განლაგებულია ამერიკული ჯარები. თორე გახსოვს მუჰამედის დანაბარები, აქ ქრისტიანი და ებრაელი არ დავინახო აქო. ეს პრეტენზიები აქვს საუდის არაბეთის მეფეებთან, რომ აბა რომ დაგიბარათ იმ კაცმა, რა უნდათ აქ ამერიკელებს? რა უნდათ ამერიკელებს მან, ხო? მაგაშია საქმე. იქ ბაზებია, არ იქნება ბაზები, იქნება ირანი და ამის ძალიან ეშინიათ. არა, მაგის ყველაზე ეშინია, არა მხოლოდ საუდიტებს. ნუ იქ აი ერთმანეთის რაღაც დოგმატური დებულებებია, რომელსაც შიიტები და სუნიტები არ იზიარებენ. ერთმანეთის, ხო. არ იზიარებენ. არსცემენ შიიტები მუჰამედის ცოლებიდან რამდენიმეს პატივს არსცემენ და მიიჩნევენ რომ ისინი საერთოდ არ არის მათი პატივისცემა. ანუ ცოლებიც რაღაც იერარქიაში შედან, ხო? იერარქიაში არ შედან, მაგრამ არ აღიარებენ მათ ესეთ კანონიერ მეუღლეებად და თვლიან რომ მათ პატივი არ უნდა სცენ. რაც სუნიტების ძალიან დიდ აღშფოთებას იწვევს, ძალიან დიდს.
შვილებზე რა მდგომარეობა ამდენი ცოლი რო ყავდა შვილები ყავდა მას ბევრი შვილი ყავდა ვაჟებიც ყავდა რომლებიც დაიღუპნენ გარდაიცვალნენ პატარა ასაკის მაგრამ მისი ქალიშვილები გათხოვდნენ ერთ-ერთი მისი ქალიშვილი გაყვა ცოლად აი ამ ალის თავის ბიძაშვილს და მისი შვილი ჰუსეინი რომელიც მოკლეს მერე ხო იმისგან ყავდა ესე ხო ეს ჰუსეინი შვილიშვილი იყო მუჰამედის მუჰამედის შვილიშვილი იყო და ეს ნუ ძალიან დიდ კრეხელობად ჩაითვალა არაბებში და დღემდე თვლიან რომ ყველა თulis რომ იქ ძალიან სასტიკად მოექცნენ ამ კაცს რა ძალიან სასტიკად მაგრამ ნუ ესეთი ამბები ხდებოდა ყოველ ფეხის ნაბიჯზე დრო იყო ესეთი ტრადიციები იყო ესეთი და ასე შემდეგ ასე რომ ის ამბავი რომ გამოსწორდეს მათ შორის სუნიტებსა და შიიტებს შორის მდგომარეობა და დაალაგდნენ და შეერთდნენ და გადაიქცნენ ეს ორი მიმდინარეობა ერთ მიმდინარეობად არც პრაქტიკული და არც თეორიული შანსი ამისი არ არსებობს იმიტომ რომ უნდა დათმოს ან ერთმა ან მეორემ უნდა აღიაროს ისეთი რაღაცები რაც რისი აღიარებაც ნიშნავს ძალიან დიდ პრეხელობას და გამოიწვევს იმ აღიარებელის სიკვდილს მომენტალურს ამიტომ ამის გაკეთება არავის არ უნდა კი მიდის ლაპარაკი რომ ჩვენ უნდა დავახლოვდეთ გავერთიანდეთ მაგრამ ეს არ მოხდება ვერ მოხდება და არ მოხდება ეხლა სხვა საკითხია ჩვენს ქვეყანას ჩვენ სახელმწიფოს რამდენად აწყობს რომ გაერთიანდნენ და ერთ მე მგონი არც არავის არ აწყობს არც არავინ არ ამიტომ აქედან ლოგიკურად მომდინარეობს ის აზრი რომ ძალიან ბევრი ვინმე და ძალიან ბევრი რამე ხელს შეუწყობს რომ არ გაერთიანდნენ ასევე ხელი შეეწყობა იმას რომ ეს არაბული სამყარო ესე იყოს დაგსახსრული და 22 სახელმწიფო იყოს და არა ერთი წარმოგიდგენია ერთი არაბული სახელმწიფო და ერთად მოაწყოს რა მოხდებოდა იქ თუმცა ეს არის ერთი ხალხი, ერთი ერი, ერთი კულტურა, ერთი რელიგიის ქვეშ მყოფი და გაერთიანებული, მაგრამ 22 ქვეყანაში მცხოვრები. ვერ იტყვი რომ ეს ერთი ხალხია, არა რა თქმა უნდა, არა. იქ თვითონ ისლამში მიმდინარეობებია. სხვადასხვა იურიდიული სკოლა 4 ძირითადით რომელთა შორის არის ფუნდამენტური განსხვავებები, თქვა რელიგიურ იურიდიულ საკითხებში, თქვა რაღაც თემის განსჯის შემთხვევაში, აი ეს ერთი სკოლა აი ამ სასჯელს აკისრებს დამნაშავეს. მეორე არ აკისრებს და აი ესეთი აი უხეშად ვამბობ არის რომ თქვა გარკვეულ საკითხებს სხვადასხვანაირად უყურებენ. ხო ტრადიციებზე ხო ლაპარაკი არ არის საერთოდ. ხო ნუ ტრადიციები თქვა ლიბანელ ან სირიელ არაბს სუნიტს, მუსლიმს რა კავშირი აქვს მაროკოელ ან ლიბიელ არაბთან, იგივე სუნიტთან, ხო? არავით არის კავშირი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ერთ ყურანს კითხულობენ და ერთი არაბი ქვია ორივეს, ხო? ხო, არაბი ქვია, მაგრამ სრულიად განსხვავებული ტრადიციები, სრულიად განსხვავებული სამზარეულო, წესჩვეულებები, მენტალიტეტი, ვიტყვი იმასაც, რომ ნიჭი და გაქანება და ინტელექტი და ყველაფერში ვლინდება ეს ყველაფერში. საით უფრო მეტია ეს ნიჭი და გაქანება. ნუ აღმოსავლეთში რა თქმა უნდა ტრადიციები აქვს, ეხლა სირიული, ლიბანური და ერაყული დღევანდელი ცივილიზაცია რაზეა დამყარებული? შუამდინარეთის ცივილიზაციებზე, ხო, ასირიელები და ხო, შუმერების და ემათი შუამდინარეთის მთელი. ხო, დღევანდელი ეგვიპტელი არაბები კოპტებზე არ მაქვს ლაპარაკი. კოპტებზე არ მაქვს ლაპარაკი, რომელიც 10% შეადგენენ მოსახლეობის. მათ არავით არის კავშირი არ აქვს ეგვიპტურ ცივილიზაციასთან. საერთოდ არავით არის კავშირი. ის კი არა ცოტა აქვს. საერთოდ არავით არის კავშირი არ აქვს. და ამიტომ ებრძვიან კოპტებს. აი 2012-ში, როდესაც დიქტატორი ხოსნი მუბარაკი ჩამოაგდეს სხვაჩვენს დემოკრატიული არჩევნებით, პრაქტიკულად დემოკრატიული არჩევნების შედეგად მოვიდა ვინმე მუჰამად მურსი ხელისუფლების სათავეში ეგვიპტეში. ამას გარედან ქონდა ძალიან დიდი ხელშეწყობა და იქ ამაში ბევრი ძალა იყო ჩართული. რომ ხოსნი მუბარაკი ცუდი კაცია, 10 წლეულები მართავს ქვეყანას. რა არის ეს? არჩევნები არ ტარდება პრაქტიკულად, ან თუ ტარდება ისეთი რა რაღაც მოჩვენებითი არჩევნები. და გაიმარჯვა ამ კაცმა ეს სამართლიანად გაიმარჯვა. მაგრამ ვინ იყო ეს კაცი? აღმოსავლეთში ხოლმე იცოდე ვინ ვის ებრძვის და ვინ ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია მუსლიმი ძმების ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც მოვიდა ხელისუფლების სათავეში. ხო, ეს მუსლიმი ძმები კიდე ალ-ყაიდა გამოიწვია. არა, ორი სიტყვით მაგასაც ვიტყვით. ნუ მე ძალიან დიდი მუშაობა დაჭირდათ გარკვეულ ძალებს, რომ ეს მურსი ჩამოეგდოთ
სამხედრო გადატრიალება მოეწყოთ და დღევანდელი პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ას-სისი მოსულიყო ხელისუფლებაში, რომელიც ასევე დიქტატორია. არავინ იფიქროს, რომ ეს სისი რაღაც ესე იგი, მან უბრალოდ არ გამოდის, ხო, ესე დემოკრატიული მართლობა? თუ არა, არანაირად არ გამოდის ახლა. მე ერთი პერიოდია სიმართლე. ლიბანში არის ხო რაღაცა შედარებით ნორმალური? ლიბანი ძალიან სხვა სამყაროა ლიბანი. შეგვიძლია ამაზეც ვილაპარაკოთ. აი ცოტა გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის რაღაც პერიოდში ალიევების უწყვეტი მმართველობა ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში, ხო? ჯერ ჰეიდარ ალიევი, მერე მისი შვილი აქვს, ცოლი ვიცე-პრეზიდენტი. მე მგონი შვილს ამზადებს კიდე თავის მემკვიდრეს, რა არის რა წესი. ამას წინათ შეხვედრაზე გახსოვს ტრამპმა ჰკითხა, მოდი შენ ის ალიევი არ ახარ, რა 22 თუ 23 წელი რო ხელისუფლების სათავეში ხარ. კი, მე ვარ ის. ხო, მამაც პირდაპირ ეთერში იყო ეს. პირდაპირ კითხა 22 წელი ხარ ხელისუფლებაში ხარ. ამერიკელისთვის ეს არის წარმოუდგენელი ამბავი. მაგრამ აბა სცადოს ვინმე ღმერთმა დაგვიფაროს და აზერბაიჯანში მოაწყოს აი თავისუფალი არჩევნები. აი ვერც კი წარმოიდგინეს ჩვენი მაყურებელი რა მოხდება იქ და რა ძალები მოვლენ ხელისუფლებაში. დიდი ალბათობით, მე არ ვამბობ რომ აუცილებლად ესე იქნება. დიდი ალბათობით მოხდება ის რაც მოხდა ეგვიპტეში. მოხდება ის რა ხო, ესე იგი არ გამოდის ამ სამყაროში სხვანაირად როგორც არ გამოდის, შეუძლებელია ეს. და ის რომ ირანის დღევანდელ სახელმწიფოს ქვია ირანის ისლამური რესპუბლიკა, ეს არის მოჩვენებითი სახელი რა თქმა უნდა. რესპუბლიკა რას ნიშნავს ახლა? ხალხის მმართველობას ხო? ისლამი და ხალხის მმართველობა აბსოლუტურად შეუთავსებელი ცნებებია ერთმანეთთან. თუ ისლამი აღიარებს ხალხის მმართველობას, ეს უკვე ისლამი აღარ არის. როგორ შეიძლება მუსლიმი აღიარებდეს ხელისუფლების წყაროდ ხალხს? და არა ბეის ვიღაცას ხო? მუსლიმი რომელიც იტყვის რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ის გასულია იმ წამით, აი ფრაზა დასრულებული აქვს, ის გავიდა ისლამიდან, დამთავრდა იმის საქმე. ეხლა ვინმე გვაჯერებს ჩვენ რომ ის აიათოლა ხამენეი მართავს ირანის ისლამურ რესპუბლიკას? ეს ზღაპრები დარჩეს ზღაპრების სამყაროში. ეს აღმოსავლეთია, აბსოლუტურად იმ ფილმიდან გახსოვს ბელა სონცეპუსტი. ვასტოკ ზელატონკა, ხო? ვასტოკ ზელატონკა, ამას კარგად არის. ძალიან ცოდნა უნდა. იქ პატარა აი ნაბიჯი მარჯვნივ, ნაბიჯი მარცხნივ, ისეთი ძალები ამოდიან და ისეთი ძალები ამოტივდებიან, რომ სანანებელი ხდება მე ეს ყველაფერი. რაღაც ძალები ერთი პერიოდი ხარს დაუჭერენ სუნიტებს და შიიტებს დაჩაგრავენ. ან პირიქით შიიტებს წამოწევენ წინ და სუნიტებს დაჩაგრავენ, კატასტროფა ხდება ხოლმე. იქ რა ბალანსები არის შესანარჩუნებელი. ოღონდ ეს ბალანსი უნდა იცოდე ახლა. სად როგორ უნდა შეინარჩუნო ეს ბალანსი, სად რა ძალებს უნდა გაუწიო ანგარიში. თელს არაბულ და ისლამურ სამყაროში მართველობის წყარო არის კლანები. ეს რეალობაა დღევანდელი. იქ გვარები, კლანები მართავენ სიტუაციას. აი შეიხი ხა ჩვენთან ყველა მიცის სიტყვა შეიხი და ნუ შეიხი აუცილებლად დიდარი უნდა იყოს, მილიონერი უნდა. შეიხის სიტყვას ვერ გადავა ვერავენ. აი თავის გვარში, თავის კლანში ვერ გადავა ვერავენ. მამასახლისივით არის, ხო, რაღაც. ის აკონტროლებს თავის კლანში სიტუაციას. ეს კლანი შეიძლება იყოს 10,000-ობით ადამიანი. და ხელისუფალი, რომელიც არ ითვალისწინებს ამ კლანების ინტერესს და არ აბალანსებს მათ ინტერესებს და არ აქვს მათთან კარგი ურთიერთობა, ის კარგავს ხელისუფლებას. აი საუდის არაბეთში დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც რამდენიმე საუკუნეა, აი ეს მეტნაკლები სიამტკბილობით ცხოვრობს შიგნით, ქვეყნის შიგნით, ისინი პირდაპირ ითვალისწინებენ ამ კლანების ინტერესს, აფინანსებენ ამ შეიხებს, ფულს აძლევენ უხეშად რო ვთქვა, დიდ ფულს აძლევენ, მაგრამ ამის სანაცვლოდ რომელიმე კლანის წევრი რიგითი კლანის წევრი ხმას ვერ მოიღებს. ვერ ამოიღებს. უფლება არა აქვს მას უბრალოდ. მას გარიყავენ, ახლა როგორ შეიხის ნების გარეშე ხმა მოიღე, რამე სტატიის დაწერაზე და იქ ინტერვიუს მიცემაზე ლაპარაკი არ არის საერთოდ. დავით, რა მაინტერესებს აი ჩვენს მეზობელ ჩეჩნეთში ტეიპები რო არის, ეს იგივე სისტემაა, ხო? რა თქმა უნდა, აბარა, დაახლოებით იგივე სისტემაა ეს. ისე ახლა კადიროვმა ეს ტეიპები ბოლომდე ვერ მოსვა. ვერ მოსვა. მაგრამ ძალიან თრგუნავს მათ.
მაგრამ ბოლომდე ვერ დათრგუნა, იმიტომ რომ ეს ტაიპების სისტემა ჩრდილო კავკასიაში, ჩეჩნეთში ყოველ შემთხვევაში საუკუნეებია და ძალიან ფესვია. ეს ერთი კადიროვი მაგას არ ეყოფა. ერთი კადიროვი. ინგუშებს არა აქვთ, ხო ეგა? თუ მარტო სუფთაშეცნურია. ინგუშებსაც აქვთ. კი, ინგუშები, ჩეჩნები პრაქტიკულად ერთი ხალხი, პრაქტიკულად. ხო, ეგ ვიცი რომ ხო ენა ერთი ვაინახური ენა და ხო. მე ის დაახლოებით ახლა ჩემი ძალიან დილეტანტური იმით დაახლოებითო ისეთივე განსხვავება როგორც კახელებს და ქართველებს შორის, მაგრამ მე მგონი უფრო დიდია. არის ენაშიც ცოტა განსხვავება არის, თუმცა ნუ აი ძალიან ახლობლობენ ერთმანეთში, მაგრამ ნუ ეს კადიროვი урევს იქ სიტუაცია რა მიწების წართმევა უნდა რაღაცეები, ის რაც ხდებოდა ჩვენთან შუა საუკუნეებში, ხო? ერთმანეთთან ომობდნენ ქართველები. ხო, ქართველები და კახელები. კახელების აღმახნულიო ქართველებმა დაამარცხეს. მიწების წართმევაც იყო და ყველაფერი და ამან ახლა შუა საუკუნეები ამოიტანა 21 საუკუნეში ამ კადიროვმა. თუმცა ერთი კაი საქმე გააკეთა მაგაცმა. ერთი კარგი საქმე გააკეთა მაგაცმა. აი ეს მთელი ის შთამომავლები, აი იმ ხატაბის და მაგათი მიმდინარეობის და მაგათი გაქანების ხალხის პირწმინდად ვერა, მაგრამ ნუ ძალიან ეს ხატაბი არის ხო ვაჰაბისტი ხო თუ ვაჰაბისტი? კი, ეხლა უყურებ. ეგ ცოტა სიღრმეებში შევდივართ და მოდი ეგეც ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენთან ერევათ ხოლმე და ვერ ერკვენია ვაჰაბიზმი, სალაფიზმი რა არის რომ. ხო. სალაფიას მიმდევრობა რას ნიშნავს? გაგიგია ალბათ ეს ტერმინი ჩვენს. კი, როგორ არის სალაფი, ხო? აყურებელს მენელს გაგებული აქვს. სალაფ ნიშნავს წინამორბედს. აი ის ხალხი, პირველი სამი თაობა, ვინც მუჰამედის შემდეგ იყო, მისი თანამებრძოლები და პირველი სამი თაობა. აი ესენი არიან სალაფები. სალაფიზმი არის იმათი ცხოვრება, იმათი წესით, იმათი ტრადიციებით, როგორც ისინი ცხოვრობდნენ. ანუ ზედმიწევნით დაცვა იმ წესებით, რითიც ცხოვრობდა მუჰამედი და აი ის ხალხი. არავით არის ნაბიჯი მარჯვნივ, ნაბიჯი მარცხნივ გასული ხარ ისლამი და ეს არის სალაფია. ეს სალაფია თლად რადიკალური ესეთი კონსერვატული მიმდინარე. კონსერვატული, რადიკალურს ნუ ვიცი. რადიკალური არა, ხო, კონსერვატული. შეგვიძლია დავარქოთ, გააჩნია ვინ შეხედავს რადიკალურს, ვინ და არა, რადიკალური წამომს და მე უფრო კონსერვატული მინდოდა მე თქვა და კონსერვატული კი ბატონო, ძალიან სამართლია და აი სუფთა კონსტიტუცია და ეს არის ჩვენთან ასეთი გავრცელებული აზრი, რომ არის ტრადიციული ისლამი და არის სალაფიური ისლამი. აი აბსოლუტურად აღრევაა თემა. ეგ არის ტრადიციული ისლამი. ისლამი არის ეგ. ფაქტურად მოციქულების და იმათი როგორც ჩვენსაც რო შევადაროთ, ხო, აი მაგრამ საუკუნეების განმავლობაში იცავდა ხალხი ამ წესებს, რასაც პირველი სამის თაობა იცავდა და როგორც ცხოვრობდა. მერე ცოტა მიივიწყეს იქ რაღაც მიმდინარეობები გაჩნდა, რაღაც ყურანის ზოგიერთ სხვადასხვა წაკითხვები გამოჩნდა და მერე მე-18 საუკუნეში გამოჩნდა კაცი რომელსაც ერქვა მუჰამედ იბნ აბდალ ვაჰაბ და იმის საპატივცემულოდ აი ამის აღორძინებას, ამ სალაფიას აღორძინებას დაერქვა ვაჰაბია. თუმცა ეს ამას ვაჰაბი კი არ ერქვა, მუჰამედი ერქვა იმ კაცს. და მამამის ერქვა იბნ აბდულ ვაჰაბ, ვაჰაბის მონა ერქვა მამამის. ვაჰაბი ერთ-ერთი სახელია მუჰამედის, აი წინასწარმეტყველი მუჰამედის. და იმან აღორძინა ეს ძველი ტრადიციები. ყოველ შემთხვევაში იმისი აზრი იყო. როდის მოხდა ეს? ეს მე-18 საუკუნის მე-18-ში, ხო. აი ხანია იმის მერე გასულ. დაუახლოვდა ერთ-ერთ კლანს, ალ-საუდების კლანს, ისეთი მძლავრი კლანი იყო. აი დღეს ვინც მართავს საუდიტებს, ხო, საუდიტებს ვისაც. შეიხრნენ ესენი ერთმანეთში, გადაინაწილეს ფუნქციები, ამან სულიერი ფუნქცია აიღო თავის თავზე. იბნ აბდელ ვაჰაბმა, იმათ მეომას ქვეყნის მოწყობას მიუხედავო თუმცა ისლამში რელიგიის და სახელმწიფოს გაყოფა წარმოუდგენელი არ არსებობს. ეს რამე არ არსებობს. და იქცა ოფიციალურ იდეოლოგიად ეს ვაჰაბია. ვაჰაბია რა არის? განსხვავებული ვინმე თუ გონია რომ ვაჰაბია ესეთი კაცრი ისლამია და ჩვეულებრივი ისლამი, ჩვეულებრივი ისლამია ძალიან ცდება, იმიტომ რომ ვაჰაბია არის სალაფია, მეტი არაფერი არ არის ეს. აი ერდოღანს, პრეზიდენტ ერდოღანს აქვს ძალიან სწორი ნათქვამი. აი ეგეთი სწორი სიტყვები არ უთქვამს არასოდეს. ეხლა საუბრობენ რაღაც ზომიერ ისლამზე, რაღაც მკაცრი ისლამზე, რაღაც. სისულელე ეს ყველაფერიო. მისი სიტყვებია ჩემი არ არის. ისლამი არის ისლამიო რა. არ არსებობს ზომიერი და მკაცრი ისლამი. არის ერთი ისლამი, მართალია ეს კაცი. ისლამი რომელიც ოდნავ გადაუხოს ყურანის გზას, ის ისლამი აღარ ითვლება არაფრად. აღარ ითვლება.
ჩვენ შეგვიძლია კიდევ ორიოდი სიტყვით თქვათ, აი ქრისტიანობასთან დაკავშირებით რა შეხედულებები აქვს ისლამს. თუ გვაქვს დრო, რა ვიცი, ალბათ კი. მოვაბეზრეთ თავი ალბათ. არავის არ მოვაბეზრეთ თავი, ნაწილ-ნაწილ უყურებენ, არა უშავს, პაუზებს აკეთებენ ხოლმე და აი ეს მე მაინტერესებდა ზუსტად, იმიტომ რომ ხა ისა მე ვიცი რომ ისა როგორც იესო არის ერთ-ერთი წინასწარმეტყველად ითვლება მე მგონი კიდეც, ხო? თუ არ მეცვლება, ხო? მოციქულად. ისლამი თulis რომ არსებობდნენ მოციქულები, წინასწარმეტყველები, ბევრი, ათასობით. აბრაამიც კი მოციქული იყო. ოღონდ ისინი თვლიან რომ ალაჰის მოციქული იყო. ეხლა დღეს მოდი ამ თემას ნუ შევეხებით ალაჰი ებრაელების ღმერთს და იმას ხო ცოტა სხვადასხვა რაღაცებია ესენი ამას ჩაღრმავება უნდა და თუ სურვილი იქნება შეგვიძლია ამასაც ჩავუღმავდეთ. მოკლედ ისლამი თulis რომ მოსეც და იესოც იყვნენ ალაჰის მოციქულები. ალაჰმა გამოგზავნა ისინი ადამიანებთან სინათლის მისატანად და ჭეშმარიტებით. მუსა და ისა. და გამოატანა წიგნები მათ. ძველი აღთქმა შესაბამისად მოსეს და ახალი აღთქმა იესოს. მათ ჯერათ რომ ახალი აღთქმა სახარება იესომ მისცა ადამიანებს. ეხლა ლაპარაკი მათთან იმაზე რომ იესოს არავითარი წიგნი არ ქონია, არავითარი სახარება არ ქონია და არავითარი წიგნი არ ქონია მას, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ესე წერია, ესე უწერიათ ყურანში. აჰა. რაც ხო სინამდვილეს არ შეესაბამება და რა ვქნათ ახლა დიდი პატივისცემის მიუხედავად, ხო? არავითარი წიგნი სახარება არ დაუტოვებია, არ დაუწერია წიგნი, ქადაგებდა და მე ის ქადაგებები ჩაიწერეს. ჩაიწერეს და შეიქმნა და შედგა. ხო, ანუ სახარება მათ მიაჩნიათ როგორც ისევე როგორც თქვათ. ყურანი დაიწერა, ღმერთის სიტყვით, ხო ისევე. სხვათა შორის, ეხლა აი რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი საინტერესო საკითხი. ყურანში ერთადერთი ვიზეც ნათქვამია რომ ის არის ალაჰის სიტყვა და მეორე კიდევ უმნიშვნელოვანესი და ალაჰის სული ეს არის იესო. მუჰამედზე ნათქვამი არ არის რომ ის არის ალაჰის სიტყვა და არც ის არის ნათქვამი რომ ის არის ალაჰის სული. ეხლა სიტყვა რას ნიშნავს? ვასო პირველად იყო სიტყვა. და სიტყვა იგი იყო ღმერთი. ღმერთი, ხო. იგივე ღმერთს ნიშნავს. სიტყვას და ღმერთს შორის არავითარი სიტყვა ის კი არ არის word. ხო, რაღაცა. სიტყვა ძალიან დიდი დატვირთვა აქვს სიტყვას, მაგრამ მუსლიმებს ამის გაგონება არ უნდათ. საერთოდ გაგონება არ უნდათ. მოკლედ აი ეს ეპითეტები. მაგრამ ამავდროულად მუსლიმები და ყურანი აღიარებს იმას, რომ ჯვარცმა არ ყოფილა იესოსი. მოკლედ ვიღაც გააკრეს ჯვარზე, მაგრამ ის იესო არ იყო. იქ მოეჩვენათ ადამიანებს და ვის მოეჩვენა, ხო, გავიხსენოთ სახარება. მარიამ ღვთისმშობელს და იესო ქრისტეს რამდენიმე მოწაფეს. მათ დედამისს მოეჩვენა რომ ეს იყო იესო. სინამდვილეში ჯვარს აწვეს სხვა ადამიანი. იმიტომ რომ ეხლა ისლამმა რო აღიაროს რომ იესო ჯვარს აწვეს და მე რეალურად ხო დამთავრებულია მასე ყველაფერი. ქრისტიანობა არის ერთი სიტყვით შეიძლება აღდგომა არის ქრისტიანობა. ხო ისლამი თუ აღიარებს აღდგომას დამთავრებული. ხო მაშინ ქრისტიანები არიან. ხო მაგაში ასე. ამიტომ მათთვის გაგონება არ უნდათ საერთოდ. და საერთოდ ყურანში წმინდა სამებაზე ლაპარაკია სამების ერთ-ერთ წევლად მარიამია მოხსენიება. ქრისტიანობა მას არ აღიარებს. სახელითა მამისათა და ძისათა და მარიამისა და ეს τι რაღაცა. და სული წმინდა აქვს თუ არა აქვს? სული წმინდაზე არის ყურანში საუბარი, ოღონდ როგორც სამების შემადგენელ ნაწილზე არა. არა, ცალკე. ცალკე. აი სული წმინდა იყო, რომელმაც გადმოსცა ყურანი აი ჯიბრაელის სახით. ჯიბრაელი, ხო. ამაზეა ლაპარაკი. და კიდევ უფრო მეც გეტყვი, ყურანში ნახსენებია ერთადერთი ქალის სახელი. მუჰამედის დედის სახელი ყურანიდან არ ვიცით. არ წერია. მარიამი ქვია ყურანის ერთ-ერთ სურას, ერთ-ერთ თავს. ძალიან დიდ პატივს სცემენ. მუსლიმები ღვთისმშობელ მარიამზეა საუბარი. ღვთისმშობელს არ ახსენებენ ისინი და არ ამბობენ. მარიამი
და იესოს მაგრამ როგორც დედას ისე ახსენებენ. როგორც დედას იესოს. იესო მარიამის ძე. აი ესე მოიხსენიებენ მუსლიმები იესოს. იესო მარიამის ძე. საინტერესოა. ხო. პატივისცემა განუსაზღვრელი ახლა აი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მიუხედავად ბევრი რამისა, რომ მუსლიმი, რომელიც პატივს არ სცემს იესოს და მარიამს, ის ისლამიდან გასულია უბრალოდ. ის მოკვეთილია ისლამიდან, მან უნდა სცეს პატივი. ვალდებულია რომ სცეს პატივი. მაგრამ ასეთი დამოკიდებულება არ აქვს ებრაული ნაწილისთვის, ხო? აი თქვა მუსაკი, თქვა მოსე და კი, მაგრამ ებრაელები ძალიან არ უყვართ. იუდეველები ძალიან არ უყვართ, ძალიან. ქრისტიანებზეც არაფრენენ მანდ. არა. მე შემიძლია გითხრა, ახლა უყურე, აი ყურანი იწყება ყურანის ტრადიციით იწყება ყველაზე დიდი მოცულობითი სურებიდან და მოკლე. ეს არ შეეხება პირველ სურას. პირველ სურას გამხსნელი სურა ეწოდება, რითიც იწყება ყურანი. სულ 7 წინადადებაა, სულ 7 აია არის, 7 ლექსია და ბოლო მე-7 ლექსში არის ესეთი ძალიან საინტერესო სიტყვები, რომ ალაჰს მიმართავს. ოღონდ ვინ მიმართავს გაუგებარია. ისლამი გვეუბნება, რომ ეს ყურანი გადმოცემულია ალაჰისგან ადამიანებისთვის. და ეს არის ალაჰის სიტყვები. ალაჰი ლაპარაკობს, ყველა სიტყვა არის ალაჰისი. ხო. და ყურანი იწყება სახელითა ალაჰისა. ალაჰი იწყებს წიგნს, სადაც წერია სახელითა ალაჰისა. დავანებოთ ამას თავი ცოტა ხნით. ძალიან საკამათო თემა, მაგრამ აი ეს მე-7 ზუსტად წინადადება ყურანში, მე-7 ლექსი ასეთი შინაარსია. ალაჰო მატარე ჭეშმარიტების გზით არა იმათი გზით, ვინც შერისხულია ალაჰის მიერ და არც იმათი, ვინც გზა აბნეულია. იქ არ წერია ვინ არის შერისხული, ვინ არის გზა აბნეული. შეკითხვაზე იბადება. ხო, ზოგადად არის. ზოგადად წერია, მაგრამ ყურანში ძალიან ბევრი რამის გაგება არის შეუძლებელი განმარტებების გარეშე, კომენტარების გარეშე და არსებობს მთელი წიგნები, ტომები არსებობს, რომელიც განმარტავს ყურანს. ოღონდ არის ისეთი ნაკლებად სანდო კომენტარები და არსებობს კომენტარები, რომელიც აღიარებულია, რომ აი ეს სანდოა და დამთავრდა. აი ეგ არის რაც არის. აი, ბოდვაც ბევრი იქნება, მაგრამ რაღაცები არის ოფიციალური კომენტარები, რომ აი ეს სიტყვა ნიშნავს ამას და მოვჭით. აი თუ ვინმე საინტერესებს, მოძებნოს, წაიკითხოს, ვინ არის შერისხული, ალაჰის მიერ შერისხული და ვინ არის გზაბნეული. ალაჰი ყველა კომენტატორი პირდაპირ მნიშვნელობით წერს, რომ შერისხული ეს არიან იუდეველები და გზაბნეულები ეს არიან ქრისტიანები. ხო, გზაბნეული ლაით ვარიანტია. ხო, ნუ შეიძლება დაბრუნდეს გზაზე. ხო, არა, ნუ ესეთი გზაბნევა არა, თეორიულად შესაძლებელია. ხო. ეხლა ეს პირველი სურა უნდა ვიცოდეთ რა არის. მუსლიმი დღეში ლოცულობს 5 ჯერ. აუცილებლად 4 ჯერ თუ ლოცულობ, იქ შეკითხვები იბადება. და ყოველი ლოცვის დროს დათვლილია რამდენჯერ უნდა წაიკითხოს აი ეს პირველი სურა. პირველი სურა. დაახლოებით 40 ჯერ უნდა წაიკითხოს. დღეში 40 ჯერ მუსლიმი ვალდებულია რომ წარმოთქვას რომ არ მატარო ამ შერისხულების და გზაბნეულების ზით. არ მატარო. ხო, ესე იგი ესაა მანტრასავით თავში უნდა გიტრიალებდეს ეს. ეს გრძელდება რამდენი ხანი, იცი? 1400 წელიწადი. 1400 წელიწადი. აი ამდენი ადამიანი იმეორებს, რომ ესენი არიან შერისხულები. ალაჰისგან შერისხულები და ესენი არიან გზაბნეულები. ამ დროს გადაშლი რამდენიმე თავს ყურანის და წერია, რომ მიმართავს ალაჰი ქრისტიანებს და იუდეველებს, რომ თქვენ მანამდე არაფერი არ გეშველებათო, სანამ არ ივლით თორას და სახარებას გზითო. აი მანდ არის ჭეშმარიტება და ნათელი გზაო. მე გადაშლ კიდე ორ გვერდს და არისო ხალხიო ვინცო ამრუდებსო თორას და სახარებასო, იქ რაღაცები შეცვალესო, შემოცვალესო. ის კი არ წერია რომ თლიანად შეიძლება. ვიღაც ხალხიო, მართლა იყო ეგეთები. ხო, ნუ იყო ჩასორებები, მისორებები, მოსორებები ყოველთვის. ეს სექტა იყო. ებიონეტების სექტა ერქვა ამას, რომლებიც აი ხლა თავის ნებაზე მწვალებლები, მოკლედ გამოყრილი იყვნენ რომის იმპერიიდან და არაბეთის ნახევარკუნძულზე ცხოვრობდნენ. აი მათ ხო ერთ-ერთ სექტას აი ეს
იდეოლოგია ქონდა, რომ სამება არის სამი შემადგენლისგან: მამა, ძე და ღვთისმშობელი. ეს მიშენ საიდან მოდის ეს ყურანის ეს ხო? ბევრია რაღაც ესეთი რაღაც. ძალიან ბევრია. და მე არის კიდე რომ ის რომ თუ შენ ჭკუაზე არ გადმოვიდა თავში არ. ხო. ხო, მაგრამ აი ძალიან ბევრი რამ ერთმანეთს ეწინააღმდეგება ამ ხო, როგორ შენ თქვი. და ამისთვის დადგენილია ეს წესები. პირდაპირ აი კანონიკის დონეზე აქვს, რა გაუქმებელი და გამაუქმებელი ნაწილები ყურანის და ეხლა წმინდა წიგნში რამდენად შესაძლებელია და კორექტულია რაღაც გაუქმება. ეგ იმსჯელოს იმან ვისაც კი არა კანონს არ აქვს უკუქმედების ისა ხო? არა საიდან კანონის შექმნამდე თუ რაღაცა ჩაიდინე შენ შეცვალე მე კანონმდებლობა თუ გინდა იმავე სასჯელისთვის სიკვდილით დასჯა აღიარე იმას არ შეეხება ეს. იმას არ შეეხება. შიდა პრობლემაა მუსლიმების. შიდა პრობლემა იქნებოდა რომ არა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ისლამი რომ არ ერეოდეს პოლიტიკურ საკითხებში. ისლამი რომ იყოს თავის თავში სეკულარულად ისლამი და სეკულარობა გამორიცხა ერთმანეთს. გამორიცხულია ხო? აბსოლუტურად არ არსებობს. სეკულარული ისლამი არ არის. სეკულარული ისლამი არის საქართველოში რომ მოუნდება ვიღაცა ჩვენ ძმები ვართ კაცო. მე მინდა თავისუფალი აღსარებლობა ჩემი. ომის მინდა ათათურქის დროს არისო სეკულარული თუ ათათურქის დროს რო იყო იმიტომ აეროპორტსაც კი გადაარქვეს ათათურქის სახელი ახლა თურქეთში და ათათურქის სახელს ნელ-ნელა თხრიან და შლიან თურქეთში. როგორ არისო? იყო აია სოფია ვინ უკაცრავად. ჰაგია სოფია ვინ გააუქმა როგორც მეჩეთი და მუზეუმად იყო გადაქცეული და ეხლა ისევ მეჩეთი. ეხლა ისევ მეჩეთი. ისე მეჩეთ სტატუსი დაუბრუნა ამ ერდოღანმა. ხო? და ასე რომ მუსლიმების ის მოთხოვნა რომ მე მინდა სეკულარულ სახელმწიფოში ცხოვრება, კი ბარი თვითონ ისლამი ითვალისწინებს სეკულარიზმს. ითვალისწინებს? აბა, გვაჩვენეთ ერთ სად ითვალისწინებს. სადმე მუსლიმურ ქვეყანაში სადაც შარიათის კანონები, სეკულარიზმი არსებობს? აბა დამისახელდა ერთი ქვეყანა. ვერ დაასახელებს ვერავინ. უნდა ვიცოდეთ, მუსლიმი, როდესაც არის სადმე უმცირესობაში, ის სულ სხვანაირად მეტყველებს, აბსოლუტურად. და როდესაც უმრავლესობაშია, იქ უკვე სხვა ამბებია. იქ უკვე აი ის ჯიზია არავინ იფიქროს, რომ მხოლოდ მე-7 საუკუნეში ახდევინებდნენ ქრისტიანებს და ებრაელებს. აგერ საბუთებია მაგისი, რომ 21 საუკუნეში სირიის და ერაყის ტერიტორიაზე ებრაელებს და ქრისტიანებს ყველას არა, ყველას ვერა კრებდნენ მათგან. გადაიხადე ჯიზია, ან გადადი ისლამში. არ გადადიხარ, მაშინ ჯიზია გადაიხადე. ოქროთი უნდა გადაეხადა. ბევრია, ცოტა მნიშვნელობა არ აქვს. ცოტა არ არის. გადაიხდი ჯიზია. მაგრამ დამამცირებელია, ხო? თან ეს დამამცირებელია ჯიზია პირდაპირ. და იქნებიან დამცირებულები. ხო. დამცირებულები. აი ამაშია საქმე. და როდესაც რაიმე იდეოლოგია მარტო თავის იდეოლოგიის გამზიარებელს კი არ მიმართავს და კი არ მართავს, არამედ მას პრეტენზიები აქვს გარეთ სხვა განსხვავებული იდეოლოგიის მატარებელ ადამიანებთან, სახელმწიფოებთან, ეს უკვე პოლიტიკურ სისტემად ყალიბდება, ვასოდე, ეს უკვე სხვა საფრთხეებს შეიცავს. ამას ეძახიან დღეს პოლიტიკურ ისლამს, რაც აბსურდული ტერმინია, იმიტომ რომ არაპოლიტიკური ისლამი არ არის. თუ ისლამს პოლიტიკურ ნაწილს ჩამოაცილ, მისგან გარკვეულ მხოლოდ დღეში 5 ჯერ ლოცვა და უბრალოდ ისე სიტყვით ვიღაც ებრაელების ლანძღვა იქ რა შერისხულები. შერისხული რო უნდა მოაქციო ის და მოვაჭკვიანო. ეს ვალდებულებაა. ამისთვის არის პოლიტიკა ზაქირო. აბარა და ზოგს ის გონი ჯიჰადისტი გონ ეს ჯიჰადისტი მუსლიმია და ეს საზიზღარია და ეს. რას ნიშნავს? ვალდებულებაა ეს. აღდგომისტი ქრისტიანი, გაიგია ეგეთი რა. არა აღდგომისტი ქრისტიანი არსებობს? არის ისლამში რაღაც დებულებები, რაღაც ამბები, რომელიც ან იზიარებ, ან არ ახარ მუსლიმი. ეს ის კი არ არის შვედური მაგიდა, რომ ჩამოივლი, კაი სასტუმროში და ეს მინდა და არა, ის არ მინდა, ის არ მომწონს. ეს რელიგია, ეს რწმენაა. ან ანიდან ჰოემდე იღებ, ან იქ გამოვტოვე და ის მომწონს და ეს არ მომწონს, ეგრე არ არის. ეგრე არ არის. ისლამში შესვლა არის ძალიან ადვილი. ძალიან ადვილია. ორი მოწმის თანდასწრებით რაღაც ფორმულას ამბობ, არა მათემატიკურს, რაღაც. არ არის მეტი ალაჰის გარდა მუჰამედი მისი მოციქულია და კიდევ ორიოდე სიტყვა. ორი მოწმის თანდასწრებით. ის მუსლიმი ხდება ადამიანი. მაგრამ აბა გამოსვლა? აი გამოსვლაზე რა ხდება?
იცი რა მაგაზე მე წინე ამბები ხდება, იმიტომ რომ წერია ეს იგივე ჰადისებში. ისლამის მიმტოვებელს რა მოსდის, იცი? უნდა მოიკლას. ის უნდა მოკვდეს. ეგრე არ არის რომ აღარ მინდა რა ისლამი რა. თავი დამანებეთ წავედი მე იქით რა. ბუდისტი უნდა გავხდე. არა. ნუ ეხლა ოჯახიდან რო გააგდებენ და ეხლა თუ ეს ამბავი ხდება სადღაც ნორვეგიაში ან შვედეთში, ძალიან მძიმე თემაა ეგ, ძალიან მძიმე თემაა, რომელიც ხშირად ცუდად თავდება ხოლმე უბრალოდ რა. იმიტომ რომ ადამიანი რომ მივიდა იქ სადღაც მეჩეთში მივიდა, გაწევრიანდა, გახდა მუსლიმი და შენ. მასთან მერე მივიდა ვიღაც კაცი, მწერებიანი, ულაში მოპარსული აქვს და მოკლე შარვალი აცვია შედარებით და უთხრა რომ შენ მუსლიმი რო ხარ, შენ მარტო უფლებები კი არა გაქვს, შენ ვალდებულებებიც გაქვს. აი ახლა უნდა წამოხვიდე შენ და დაეხმარო შენ ძმებს იმაში. სირიის უდაბნოში და იქ იარაღს მოგცემენ, ხელფას გადაგიხდიან, ცოლს გიშოვნით, ყველაფერი და უნდა იომო, აბა როგორ გინდა შენ? აბა რა გონი? გოგოებიც მიდიოდნენ, გოგოებიც. რამდენიც გინდა. საქართველოსდან ცოტა ხალხი არ არის წასული. მათი რაოდენობა არავინ არ იცის. წინასწარ ანკეტას არავინ ავსებს და არ წეს რომ მე საომრად მივდივარ. ხო. ჩაის საკრეფად წავედი თურქეთში. ახლა შენ გაიგე, ახლა ამას ხელი ეწყობოდა ძალიან თურქეთის მხრიდან. მთელი ეს ჩინელი უიღურები თურქეთის გზიდან არიან გადასულები ერაყში და სირიაში. აბა საიდან მოხდეს? სირიაში როგორ უნდა მოხდეს უიღური? თურქეთ-სირიის საზღვარი აქვს გადალახული, ხელს უწყობდა ამას ყველაფერი. ეს ჩატაევი რომ მოკლეს თბილისში რამდენიმე წლის წინ. საიდან მოხდა? თურქეთიდან გადმოვიდა. აბა ეს არ არის მარტივი საკითხი. ჩვენ უბრალოდ ეს უნდა იცოდეს ადამიანმა, რაღაცები უნდა იცოდეს. ხო და მოდი რომ უნდა იცოდეს, მოდი მე გძნობ რომ ჩვენ ძალიან ბევრი გვექნება კიდე სალაპარაკო და მოდი ახლა დღეს საათი და 45 წუთი გავიდა და მაგდენი კაცო, აუ კი გავიდა ხო სწრაფად გავიდა ხა ჩემთვის ახლა რო შევხედე ხო იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო დავით და იცი რა მე ჩემ მაყურებელს თხოვ რომ კითხვები დაწერონ კომენტარებში და მე მინდა ესეთი ხო უკაცრავად მე ახლა რამდენიმე რაღაც დებულება ვთქვი რამდენიმე მოვიშველი არა მე არ ვამთავრებ უბრალოდ შენ კიდე თუ დაგჭა რამე თქვა რომ დღეს კი აი ამის თქმა მინდოდა ამ ჩარჩოში ხო ვისაუბრნად და კონკრეტული შეკითხვები მოგაწოდონ აი ვთქვა აი საიდან ეს აზრი ხო ვთქვა თქვი რაღაც და ხო შეიძლება დაგვეთანხმო შეეპარა ვიღაცას იმიტომ რომ მე ისტორიკოსი ვარ და ახლა მე იქიდან ჰაერიდან მოტანილს არც არ ვიტყვი იმას ყველაფერს თავისი ადგილი და წყარო აქვს თავისი და იმ წყაროს თავისი ადგილი აქვს წიგნების თაროზე. იქ წერია ეს ყველაფერი და შემიძლია მიუთითო რომ წაიკითხეთ ესა და ეს. აი ამ და ამ გვერდზე. ძალიან მარტივია. ძალიან საინტერესოა ძალიან და როგორც თავიდანვე ვთქვით ეს ამ სისტემის გარეთ ჩვენ არ ვართ ჩვენ ამ გარემოცვაში ვართ. რა თქმა უნდა. საბედნიეროდ კი არა და ნუ ხო ესეთი სამეზობლო გვაქვს ახლა რას ვიზამთ რა საფრთხეები მოდის თქვა აი ამ სამყაროდან ამაზე უნდა მეთქვა ახლა ხო ყველაზე საინტერესო ეგ არის ხო ალბათ ყველაზე საინტერესო ეგ არის და ალბათ საკმაოდ გრძელი საკმაოდ მოკლე საუბარი არ იქნება ამაზეც და კიდე რაღაცა სხვა კითხვებიც ალბათ იქნება და მოდი დღეს ამით დავამთავროთ და მე ისე ვიმეორებ მომიგროს შეკითხვები რომ არ იყოს არც ერთი კითხვა, მაინც გავაკეთოთ, იმიტომ რომ იქნება. აუცილებლად მოვაგროვებ მე კითხვებს, რა თქმა უნდა, მე კიდე მინდა ვთქვათ, იგივე მომავალ გადაცემაში შენ ისაუბრო იმ გამოცდილებაზე, რაც შენ გქონდა, ისეთ ძალიან საინტერესო და ალბათ ძალიან ეგზოტიკურ ქვეყანაში ცხოვრების დროს, როგორიც არის ლიბია, ხო, ეს რაღაც ო, ის ძალიან საინტერესო ქვეყანა იყო. ხო, და ამაზეც, ანუ სალაპარაკო ბევრი გვაქვს. აი, რამდენიმე წლის წინ ბათუმში ჩატარდა რაღაც კონფერენცია ისლამის საკითხებთან დაკავშირებული და ზუსტად აი გახსოვს ჯიზია რო ახსენეთ ახლა. გადასახადი, რომელსაც იხდის ქრისტიანი ან იუდეები, რომელსაც არ უნდა ისლამში შესვლა და რჩება თავის რელიგიაში, ოღონდ იხდის ჯიზიას. აი ამ თემაზე იყო. ნუ მოწვეული ყავდათ სტუმრები რამდენიმე, მათ შორის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ცოდნეობის ფაკულტეტიდან ერთი დოქტორი, პროფესორი. ხო და უსმენდი მე ჩანაწერი იყო და უსმენდი. ეს რამდენი 5-6, შეიძლება 7 წლის წინ. ახალგაზრდა ქალია ეს. ქალია. და იქ გამოდიან
აჭარელი სპეციალისტები, რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციები, მუსლიმთა სამმართველოდან ვიღაცები და ლაპარაკობენ. კიო რო შემოვიდნენ პირველი არაბები, ჯიზია დაუწეს, მაგრამ ეს იყო სიმბოლური გადასახადი იყო, რა მოხდაო მე რა არისო და მე სიტყვა მისცეს ამ ქალბატონს და ამანაც ამ კუთხით წაიყვანა ლაპარაკი რომ შეღავათიანი ჯიზია ქონდათო დაწერებული ქართველებს. ძალიან უყვარდით ქართველები რატო? და მე მივწერე მე რომ ქალბატონო ბოდიშვიხტი, მაგრამ შეღავათიანი დამცირება რას ნიშნავს ეს რა არის? ეწყინა, დამბლოკა და შეწყდა შეჭაცა რა უბედურება რა დისლაიკი დამიწერა ნუ რა მაგისტრის ხარ სპეციალ დისერტაციები აქვს დაცული და შემოდებული თაროზე და იმისთვის ისწავლა უნივერსიტეტში რომ ესეთი სისულელე ილაპარაკო შეღავათიანი ჯიზია რას ნიშნავს შეღავათიანი ჯიზია არ არსებობს შეღავათი ჯიზია არის ჯიზია ახლა იმაშია რომ ამ თემებზე საუბარი არ უნდა არავის თვლიან რომ ეს არ არის კორექტული ეს ну ძალიან ისეთი ფაქიზის საკითხი რომ მაგიტო უნდა საუბარი. არა, არაფაგის საკითხებზე და სინგულარულ განტოლებებზე მათემატიკოსები ლაპარაკობენ. ფაქიზი რომ იმიტომ უნდა მოვლა და მოწესრიგება და ყურადღება და გაფრთხილება ამას. სპეციალისტი რო ხარ. თქვი რაც იცი. არა, ბობ, მაშინ წყალშია გადაყრილი შენი სწავლაც და ყველაფერიც და სიმართლე უნდა ითქვა. სიმართლე არის ერთი. ორი არ არსებობს. აი ეს მინდოდა მე. დავი ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო იყო ეხლა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და დარწმუნებული ვარ მაყურებლისთვისაც და ისევ ვიმეორებ დაწერეთ კითხვები ჩვენ აუცილებლად ახლო მომავალში კიდევ შევხვდებით დავით და დარწმუნებული ვარ რომ კიდევ უფრო მეტი საინტერესო თემები ჩვენ წინ გველოდება კი ბატონო დიდი მადლობა ძმაო და მადლობა ყურადღებისთვის. საერთოდ იმასაც ვფიქრობ ახლა მე თბილისში ჩამოვალ პირდაპირ ლაივში ხوار ჩაგწერო და ისე ხوار გავაკეთოთ, მაგრამ მე მგონი უფრო მანამდეც გავაკეთოთ ხო? გინდა და როგორც საჭიროდ ჩათვლი? კარგი, მაშ მომავალ შეხვედრამდე. დროებით. აბა ნახვამდის დავიმშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს მსმენელს.